ნავი მთელმა მსოფლიომ რო გამოიგონა, გამოიყენა სხვაგან წასასვლელად და ქართველებისთვის ნავი აღმოჩნდა საწნახელი. პირიქით მიჯაჭვის ადგილი სხვა შორის. გავაჩერეთ. დასავლეთში ბევრი განქვია ნავი. ამ საწნახელს. ამიტომ ნავია კანოეა რო შეხედო. ჩვენ ღრუზა ჩაუშვი. ამიტომ რა ქართველმა კანოე დაინახა საწნახელად აღიქვა. რაში გამოიყენებ ამასო და ამაში გამოიყენა. კი ბატონო, დავიწყოთ რომ ჩვენ არცად არ მივდივართ, აქედან არის და ქვეყანაში ვარ. ხო, ეგ ძალიან ამბო. დავიწყოთ მე მგონი. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, ტრადიციულად ვეწარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ჯონდი ბაღათურე. ჯონდი გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოკლედ რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს პარალელურად, როგორც შინ ისე გარეთ, ესე ვთქვათ, ანუ შინ თითქოს კვლავ არის მცდელობა, რომ რაღაცა ახალი სული ჩაბერონ იმ, ასე ვთქვათ, საპროტესტო მოძრაობას და ვთქვათ, ახალი თემა შემოიტანონ ეს, ესე ვთქვათ, მომწამლავი ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდება, რომელიც თითქოს 1 წლის წინ იქნა გამოყენებული დაახლოებით კი არა 1 წლის წინ იმ აქციების დროს, პირველი აქციების დროს, ასე ვთქვათ, 28 ნოემბრის შემდეგ. ეს ერთი ალბათ ისეთი მსუყე თემა არის და ალბათ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო იქნება, რომ განვიხილოთ, ეს უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესია, რომელიც ძალიან ბოლო რამდენიმე კვირა საკმაოდ ესე დინამიურად მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო შეთანხმების საკითხის განხილვა. დღეს ჩვენ კი ამ ვიდეოს ხვალდავდებთ და უკვე შედეგი იქნება ცნობილი, მაგრამ ისეთი შედეგი არ იქნება, რაც შეცვლის ჩვენი საუბრის შინაარს. თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში, გულისხმობ იმას, რომ ვიტკოფი უნდა ჩავიდეს მოსკოვში და პუტინთან შეხვედრა ექნება. 2 დეკემბერს და ხო, ანუ დღეს. კი ბატონო. მე იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ხვალ რადგან იდება პოდკასტი, ამიტომ ეს დღევანდელი ამბავი იქნება და აი ეს სამხედრო მინისტრი როყოთ ამერიკელებთ ის კიევში უნდა ჩავიდეს და თითქოს ეს რაღაცა საკითხი აქტუალურად განიხილება ტრამპის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. მოკლედ, დავიწყოთ ჩვენი თემით. მე რაღაცა მაინც მომეჩვენა, რომ ეს არის ახალი სულის ჩაბერვის მცდელობა პროტესტისთვის, როდესაც BBC-მ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა. ჩემი აზრით თავარი საკითხი იყო ის, რომ იმდენად დიდი, ესე ვთქვათ, სტუნება იყო, რომ 1 წლის თავზე როგორც თვითონ ეს დაასახელეს, რომ 1 წელი გავიდა პროტესტების დაწყებიდან, 1 წლის თავზე რაღაც ახალი მუხტი გაჩენილიყო და რაღაც ახალი პროცესი დაწყებულიყო ამ თვალსაზრისით. იმდენად დიდი ცდუნება იყო ამისი, რომ ეს ასე მომხდარიყო, რომ დიდად არც ეცადნენ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური სტანდარტის რაღაცა ფორმალურად მაინც დაეცვათ ამ მასალის მომზადებისას. ერთადერთი რაც გააკეთეს, ისიც ალბათ სავარაუდოდ საკუთარი იურისტების, ასე ვთქვათ, მითითებით თუ რჩევით, რომ სიტყვა სავარაუდო გამოიყენეს, ესე ვთქვათ, სავარაუდოდ იქნა გამოყენებულიო, თვითონ ჟურნალისტი როცა ამაზე საუბრობდა ტექსტში. და მეორე, ასევე წმინდა ფორმალური იყო ის მიმართვა, რომელთაც ხელისუფლებას მიმართეს კითხვებით, რომ ამაზე პასუხი გაგვეცითო. აბსოლუტურად ფორმალური რო იყო, ეს იქიდან ჩანს, რომ იმ პასუხებიდან თითქმის არაფერი არ არის გამოყენებული. მოდი შენი შეფასებით დავიწყოთ, ესე ვთქვათ. მე ჩემი ესეთი ბატონო. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. BBC-მ ნალაპარაკები გაუყალბა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპს. ანუ დაუმონტაჟე, გადაუკეთა და სულ სხვა დიამეტრალურად სხვა შინაარსი დადო კი ბატონო. საპირისპირო რაღაცა გააკეთა.
ოღონდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტია, ძლიერ ღონიერია და გააგდეს ის ჟურნალისტი. ხოთ შორს საქართველოს პრემიერსაც გაუყალბა, როცა კონტექსტიდან ამოუჭრა ნათქვამი აი ამ კონკრეტულ ფილმში. ხო, აი მე მაგ ჟურნალისტი არა, ჯონდი დირექტორი გადადგა. ჟურნალისტთან და დირექტორის ფუნქცია გადადგა. ის ტრამპია. დირექტორსაც და ახალი ამბების ხელმძღვანელსაც მოუწოდა. იმიტომ რომ ტრამპია. ძლიერია მე დარწმუნებული ვარ რომ ფლობელის ჩათვლით ყველა საქმის ყურში იყო, მაგრამ ნუ ესენი პაიკები რადგან შეავიწროვეს, გაიწირნენ, იმიტომ რომ BBC დარჩეს BBC-თ და დაიტოვონ სახე. ჩვენ ბოდიშს არავინ არ მოგიხდის ამის გამო. ახლა რატო აკეთებენ ამაზე გადავიდეთ. იცი რა არის? აი ჩვენი 30 წლის განმავლობაში აი ეს ბრბო, მე სხვა სახელს ვერ უწოდებ. მეხუთე კოლონა დაარწმუნეს იმაში, რომ ესენი რაღაცა გლობალური ოლიგარქიის ნაწილი არიან, შემადგენლები არიან და თავისი აი პროვინციალიზმით და პროვინციალს ემართება ეს ყოველთვის ისინი მთელი გული და სულით ერთგულებენ ამ გლობალურ ოლიგარქიას. გლობალურ ნარატივს, ასე თქვა და დღის წესრიგს კი ვარ. ხო, ეგ არის, ხო, ალბათ გლობალური ოლიგარქია არ არის მარტო სახელი და გვარებიც არის, ხო, მაგრამ ზოგადად ეგ გულისხმება, ხო, ნარატივი რა. მესეჯ ბოქსის, ასეთი ტერმინებით უნდა ილაპარაკო და რაღაცა და ამით სამშობლოს განცდა ამითი დაკარგეს. ის არის მაგათი სამშობლო. ეხლა ამ 30 წლის განმავლობაში სხვათა შორის და ესე უნდა თქვა სამშობლოც ის არის რაც იმის ნაწილია. ხო, ubi bene ubi patria, აი ძველი ლათინური გამოთქმა, სადაც კარგია სამშობლოც იქ არის, ხო? ესენი ასეთები არის, იქ კარგია მათთვის. იმის დანამატი რო არის, აქ მივლინებაში იმყოფება, თორე იქ ის არის მისთვის სამშობლო, რაც ჩვენ თქვით ეხლა. ამიტომ ამას გულით აკეთებენ. მაგრამ მეორე მხრივ ამათ აგრძნობინეს და ხალხსაც აგრძნობის, ეს არის პრივილეგირებული კასტა. ესენი 30 წელია, რაც შევარდნაძე მოვიდა, იმისგან ნელ ყალიბდებოდა, პრივილეგირებულები ამათ შეუძლია წითელზე გავიდნენ შუქნიშანზე. ამათ შეუძლია კანონი დაარღვსა და შევიდეს რაღაცა სესხლი მოუკიდოს და ესენი არ ისჯებიან. ძალიან ცუდი დათური საქმე გაუწია ამათ ივანიშვილმა. იმიტომ რომ ივანიშვილის ლოიალობა ამათმა რაღაცა კაცობათ, იმათ კი არა რომ არ ჩამოკვიდეს ხეზე. ეს რაღაცა ადამიანურობად კი არ გაიგეს. და იცი რა, მოდი რა რეალურად შემოგთავაზეს ახალი ცხოვრების დაწყება, ხო სუბტაფურცელი გაგდა. აი მიუხედავად იმისა, რომ 15 და 20 წელი შეელოდ, ნუ ეს არაფერი არ გითხრეს. მოგცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ამათო ჩათვალ ინდულგენციით მიიღეს. ხო, ეს ჩათვალ იცი რათ მიიღეს, ის ვერ ბედავს. ჩვეულებრივ გააგრძელს ეს გლობალური ოლიგარქიის ნაწილი არიან და ჩვენ მის შეგვეხება. აი მათი დააკვირდი ფსიქოლოგიურად როგორ აჯანყდნენ გამჭვირვალობის კანონს, ხო? და რა იყო რეალურად, რა პრობლემა იყო პრინციპში ჩვენში რომ დარჩეს და რას კარგავდნენ, რომ დაეწევა გამოიქვეყნებიათ, რომ ამდენი გრანტი აიღეს, ეს არა ახლა და ესეთი ინფორმაცია, ხო? მაგრამ მათში აჯანყდა ის, რომ მე პრივილეგირებული ვარ და შენ მე როგორ მიბედავ, რომ იჭრები ჩემს სივრცეში. ხო, ასე რომ ესენი ახლა რატო გავაკეთე ასეთი პრეამბულა? ესენი თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს, თუ გინდა საზოგადოებრივ, თავის კომფორტულ ცხოვრებას ვერ ხედავენ ახალ საქართველოში. იქ სადაც ესენი ასეთი პრივილეგირებული აღარ არიან და გამჭვირვალობის კანონი ავალებს, რომ გამოაქვეყნონ დაფინანსება საიდან იღებენ და მიზნობრიობა მიუთითონ. თუ გრანტი გაქვს იალბუზა თოვლის დნობის შესწავლისთვის აღებული, მაშინ ამაში უნდა დახარჯო და არა შვისტოკებით, რა ქვია, რუსთავაზე სირბილში და მოლოტოვის კოქტეილების სროლაში, ხო? ხო, ესენი არ გაჩერდებიან. ვერც გარეთ ისინიც ამ იგივე მდგომარეობაა. სეტი სადაც არის ამ გლობალური ოლიგარქიის, ბევრჯერ გამოვიყენე, მაგრამ ეგ სიტყვა, მაგრამ გლობალური ომის პარტია ვთქვათ, კარგად დაარქვეს პრინციპში რა. ეხლა აი ვოლსკი მას გამოიყენე ტერმინს, სადაც კომენტარში წავიკითხე. იმათაც იგივე მდგომარეობა თქო გლობალური მასშტაბით.
იმათმა რაღაცა უთხრეს რუსეთს და რუსეთმა არ შეასრულა და დაამარცხა ახლა და ამის გაფორმებამიც და ესენი აი მაკრონი თუ აკვირდებით ხო ახლა დიდი ჭკუით არც ერთი არ გამოირჩევა მაგრამ მთავარი რა ისინი თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს ვერ ხედავენ ახალ რეალობაში თუ ეს გაფორმდება რომ უკრაინა მაინც დამარცხდა მიუხედავად ამისა რომ ამათ ყველაფერი ჩადეს თავის თავს ვეღარ ხედავენ ამიტომ თავისთვის იბრძვიან განა უკრაინისთვის იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ ის ომი გაგრძელდეს და რაღაცას ვეღარ უჩვენებენ აი ეს მდგომარეობაა ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ რამ გადაგვარჩინა ერთის ხრივ მე მუდამ ვიტყვი ამას და დავაფასებ რომ ხელისუფლების ფრთხილმა გონიურმა მოქმედებამ და მეორე მხრივ რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურმა სინწიფემ საზოგადოება მოსწონს თუ არ მოსწონს ხელისუფლება მოხდა ხელისუფლების იური კონსოლიდირება და მათ ვერ ნახეს ნიადაგი რომ გაეზარდათ საპროტესტო ელექტორატი ხალხი ვერ მოვა მე მეტი ამის იქით ზევით ვეღარ წავიდნენ და ეს ძალიან კარგია მაგრამ ხელისუფლებამაც იცი რა არის ისეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას რომელიც მათ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ნდობას დაკარგავს ეხლა არის რაღაც მომენტები აქ ინვესტიციასთან დაკავშირებით თავისუფლად შეიძლებოდა რომ ამ ინვესტიციაზე რაღაც პრეზენტაცია გაკეთებულიყო მე ვერ ვაკეთებდი კომენტარს ერთბეჭდ რომ არ ვიცოდი რა ხდებოდა მე არ ვიცოდი ეხლა როცა ბნელა შენთვის ხო შენთვის რთულია და მაშინ უფრო ადვილად იჯერებ ამ რაღაცებს ხო ნორმალურად პრეზენტაცია რო გაკეთებულიყო და არ თქვა ვიღაცას ესე საიდუმლოებაა და რა საიდუმლოებაა დროულად ეხლა ნდობის აღდგენას კიდევ უფრო მეტი დრო უნდა ანუ ვიღაცა ეხლა მუშაობს მე რა შევატყვი იცი რომ ვიღაცას ტვინი გაეხსნა იქ და ხედავს რომ საზოგადოების 80%-ზე მეტი 90% ალბათ ჩვენი საზოგადოების არის რაღაცა ტრადიციონალისტი რა რაღაცა ულტრაკონსერვატორი მე საერთოდ არ ყოფილვარ მაგრამ ჩემი რაღაცა ჩემი წმენა მაქვს რა ხო და მე რა ვქნა 3500 წელია ჩვენ ისტორიაში ცნობილია რომ სახელმწიფოებრივ ეს გენეტიკური მეხსიერებაა ჩვენი ხო ხო და მე მინდა რომ მაქვს პრეტენზია რომ თავისუფალი იყო და არ მკარნახობდი სა გარე და მაკრონის მაგვარი იდიოტი ვიღაცა ხო რაღაცას და მაქვს ამის სურვილი რომ დავიჭირო ასეთი საზოგადოება ვარ ჩვენ და ხელისუფლება თუ ამას მეტ ყურადღებას მიაქცევს მაშინ ჩვენ პრინციპში სწორი გზის ვითარდებით და არ არის საჭირო რაღაცების გასაიდუმლოება ხალხთა მეტი უნდა იმუშაო მე მაშინ რომ ეს შეცდომა სტრატეგიული ციკლურია ხო გვერდებით რაღაცას მოდუნდება მე შეცდომას ვიღაცა დაუშვეს მე ატყდება ლაპარაკი აი ეს მინდა თქვა კი ბატონო ვასიკო როგორ ფიქრობ ამ ყველაფერს ნუ არ ვიცი ჯერ ისიც საინტერესოა შენ რას ფიქრობ რატო გამოაგდეს ახლა ეს ინფორმაცია და რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ მეორეს მხრივ თუ მაინც ეს ყველაფერი არის მცდელობა რომ ახალი რაღაცნაირად წახალისდეს ანუ არ შეწყდეს ეს პროტესტი და გაგრძელდეს და ამისთვის რაღაცა ახალი სული შთაბერვის ამოცანა არის რამდენად აქვს ამას რეალურად ამის პოტენციალი ანუ რამდენად დარჩა იმ ფლანგზე იმის პოტენციალი რომ რაღაცა ეს დუღილის ტემპერატურა შეინარჩუნონ ანუ არ დაწეული აწიონ უბრალოდ ესე ვთქვათ იმიტომ რომ მნიშვნელოვნად დაწეულია ხო ეს რაღაცა საპროტესტო მოხდი და ვთქვათ აწიონ ისევ და დააბრუნონ დღის წესრიგში და ასე შემდეგ ანუ რამდენად ეს დარჩა ამის პოტენციალი ეს პირველი ეს წვეთია BBC-ს ამბავი რომელშიც კარგად ჩანს მთელი ზღვა და გინდა ოკეანე. ახლა ჩვენ თქვა შევხედოთ ახლა თანდათან რეალისტურად უნდა დავიწყოთ. ნუ იყო რაღაცა გარკვეული ილუზიების ხანა, თუმცა ხო ჩვენ თვითონ ეს ჩვენი ამ ტელევიზიაში ვიცნობ ჩვენ კარგად ეს ევროპის ტელევიზიებს ხო მიზეზების ნაცვლად. მიზეზების გამო. ნუ ახლა თავდაბლობის გარეშე და გიორგი კიდევ უკეთესად მეც არანაკლებად. შენც ისმ BBC არის ფორმით ეს არის ბრიტანეთის იმპერიის ინტერესების გამოხატული ტელევიზია. ეს ის კი არ არის ხო ვიდმე რომ წამოიწიეს და რაღაცა თქოს ეს ოფიციალურად ესე არის. და ეს რომ ეხლა აქ შეიძლება ეხლა რომ ინსტრუმენტია, ამ იმპერიის ინსტრუმენტია. ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ესე იგი რომ იტყვიან მისი შეერაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი.
ეხლა შეიძლება აქ ვიღაცას ესე გააკვირს და რაღაცა და ნუ ეხლა აქ სერიოზული ხალხი როცა ბრიტანეთში და კიდეც არასერიოზული ციცილით მოკვდებიან ხა ვინმეს თუ ეს უკვირს რასაკურველია ესეა ეს მთელი მომენტებში ჩანს და მისი ფუნქცია ეს არის ის აკეთებს იმას და ამიტომ როცა სტანდარტს ვიღებ მისი სტანდარტი იყო ბრიტანეთის იმპერიის დაცვა და ის აკეთებდა ყოველთვის იმას რაც აწყობდა აქედან გამომდინარე გლობალურად შეიძლება რომელიმე ჟურნალისტმა მაგალითად არც იცოდეს უშუალოდ ამისი რაღაცა ესე ვთქვათ ფუნქცია და უნდა გითხრა ჯოდი რომ ჩვენ გვაქვს კონტაქტი და იქ რო ნახო ჟურნალისტები და იქ ისეა წყობილი აი ჯარის პრინციპზე სხვაგან ეს არ არის რომ დავალება შესრულება რომ აქ ჩვენთან რო დაიწყება ხოლმე რომ ჟურნალისტის თავისუფლება ეს რო გითხრა აი ყველაზე ისეთ ქვეყნებშიც კი შეიძლება არ ეგონოთ ჯამთელად ახლა ეგ რო დაიწყო ლაპარაკი მე-ეს მგონი შენ დავალება მოგცეს მოგისაზღვრეს გამოგიწერეს ბიუჯეტი და ხვალ არ გაწყობს მეორე დღეს იქნება მოხსნილი და კაციშვილი შენ სოლიდარობას არ გამო. ჭანჭიკია ხო? გასაკურველი. ამიტომ შენ რომ მაგალითად აკეთებ რომ სადღაც მაგალითად პარაგვაიში რაღაცა უნდა გააკეთო და ჩახვიდე და გამოიკვლიო მაგალითად რომ აი ციყვები როგორ არიან პარაგვაიში ან რაღაცა ამას თავისი ფუნქცია შეიძლება გქონდეს. და თავის დატვირთვა გქონდეს. ეხლა ნახე ეს არის ეხლა ეს როგორი ამბავეცი ეს რომ მიეცათ ხეს დავალება ეს ესეთი ტყუილია რომელიც რო გავადრო ქრესტომათიულ მათ იქცევა ოღონდ საქართველოს ნუ მოიტანა ეს სიტუაცია მაგრამ აქვს ახლა ის ზალა აი რაც შესწორად აღნიშნე რაც ტრამპს ამიტომაც მივხვდით იმ სკანდალისა რომელშიც გაეხდნენ და ეს იყო უმძიმესი სკანდალი ის არ იყო შემთხვევითი გადაცდომა ტრამპთან ვერაფრით ვერ იქნება ამ მუშაობა ბრიტანეთის იმპერიიდან გამომდინარე და ახლა მე აღარ გავგრძელდები რა შეთქვი რომ ზემოთ მიდის სოფლიოში გლობალურ მოთამაშეებს შორის ომი და პოლიტიკურ მომავალზე და ეს რა ჩამოთვალე ეს ლიდერების და ისინიც ახლა რა პროცესებიც არის მათზეა დამოკიდებული მათ უბრალოდ პოლიტიკური კარიერა კი არ შეუწყდებათ არამედ ძიმეთ მოეთხოვებათ პასუხი და მათ ეს იციან ამის გამოძახილია ჩვენ ვართ განაპირას ამ გამოძახილისა მაგრამ ეს თვითონ სოფლიოში მედის ომი ამას აქვს თავისი ინტერესი ამიტომ გახალდა მათ კატეგორიულად არ უნდათ ტრამპის მოსვლა იმიტომ კი არა რომ ტრამპიან ანგელოზიან ესე ვთქვათ უნდა დედამიწაზე აბსოლუტური სამართლიანობა მოიტანოს არა მათი მოწინააღმდეგეა და ისინი იდეოლოგიურ საწარმოებდნენ და ტრამპს რომ ტრამპი რომ დამარცხებული იყო და ამასთან ახლოს იყო რასაკურველი BBC იქნებოდა მართალი საერთოდ ვამბობთ რომ BBC სიმართლეს ამბობდა BBC სიმართლეს იმიტომ ამბობდა რომ ვინც ამისი გამჭელი იყო ისიც BBC იყო და უკან ფლოტი და არმია ეყენა და მთელი ჯარი ეყენა და რასაკურველია ესე ვთქვათ გელი დაკრავის სიტუაციაა ხო ხუსტი გამახსენდა ხო გელი დაკრავში ხო ქონოდა მგელს თავის საინფორმაციო საშუალება ყოველთვის მართალი იქნებოდა მგელი კრავთან მიმართებაში იმიტომ რომ შენი ჩაკვრე ხარ რომნებას ბოლოს ხო ეგ უთხრა პირდაპირ შენი ჩაკვრე ხარ ეხლა აქ არის უთხრეს რომ საქართველოს მინავდა და ესე უნდა იყოს რომ საქართველოში არიან ბნელი ძალები ეს უნდა დამტკიცდეს არ აქვს მნიშვნელობა და რა ვიცი სტანდარტი იქ არ არის ვთქვათ აქაც ხდება გადაცდომა რატო აქაც რატო გადახდება გადაცდომა ვთქვათ მიტინგის დარბევის დროს მაგრამ მე პირადადაც ვინახავს და ტელევიზორში ვინახავს და პირადადაც ვინახავს აი დავსრები ვარ რომელიც საერთოდ ადამიანობის სიმაში არ ჯდება როგორც იქცევა იქ პოლიცია ვთქვათ იმის დროს მაგრამ ეს შეუმჩნეველი გუში სხვათა შორის აღარ ვიყენებთ ყველა შეუძლია დაგუგლოს და ახლა არა გვაქვს ახლა ეს ფორმატი რომ გინდათ რა გავუშვათ და ვნახოთ და გუში ვლაპარაკობდი ნიდერლანდებში ყო რა ძაღლებს აჭმევინებენ პირდაპირ ადამიანებს და აქ ხდება ახლა ამას მინდა მივაქციო ყურადღება ნახე როგორ არის ჩამოწოდებულია და ამობე რომ 1 წლის წინ დღეს ხდება დღეს ვიგებთ რომ 1 წლის წინ ყოფილა გამოყენებული გაზი ოღონდ პირველი მსოფლიო ომიდან სხვა შორის ეს პირველი მსოფლიო ომის თემა რატო არის ამოწეული ეს კიდევ არის ცალკე საკითხი და ბოლომდე ჩემთვის ეს უცნობია ახლა ჩვენ კი კომიკურად უყურეთ მაგრამ ნუ რაღაცნაირად ეს ესე ვთქვათ ეს დღეს აღმოჩნდა ეს პირველი მსოფლიო ომიდან საფრანგეთსა და გერმანიას შორის რო გამოიყენებოდა სხვა შორის ის გაზი ძალიან სიმბოლურია რომ პირველად რო გაზი გამოეყენეს და
აღარ ვიცი რომ ხარ მეგობრი გერმანელებმა და მაგარი მეგონა ქარმა დაუბერა და თვითონვე დაიწავლენ. აქაც არ არის გამორიცხული რომ ეგეთი ის მოხდეს. მაგრამ ნახე რა არის აქ იმ წუთში დახვდა კასტა, გუნდი, ჯგუფი, როგორც გინდა ადამიანებისა, რომელთაც არა მარტო თქვეს, რომ ეს არის სრული სიმართლე. არამედ თქვენს რომ ამისთვის არის მომზადებულები გზნობენ და დღემდე ახველებენ და ესე ვთქვათ ასე შემდეგ და უკვე მოვისმინე რომ პირველი სკოლა ხო თუ ჩემი სკოლა შენი სკოლა ხო პირველ სკოლაში ბავშვები დაიწავლენ და მოკლედ დაიწუნენ ეს პირდაპირ არც ერთ სიტყვას არ ვაჭარებ დაიწუნენ და ეგეთ ვითარ ეს იყო ჩამოწოდებული სიტუაცია და გიორგი ვახსენეს სიტყვა სავარაუდოდ გასაკვირველი ილუსტრება და ატყობა იქ ბოლო სიტუაციაში გამოიყენეს სავარაუდოდ. ეხლა სავარაუდოდ ისეთი თემაა, რომ რაც ამას შედეგი მოყვა, არავინ არ ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ არის. ნუ ეხლა ის სიტყვა სავარაუდოდ ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ მეც დავაყოლო ეხლა სიტყვა, რომ რასაც ეხლა მე ვამბობ, ეს არის სავარაუდოდ. სავარაუდოდ ამაში შეიძლება აიღეს ფული, სავარაუდოდ შეიძლება ასე და ასე, შეიძლება ბევრი ცუდი ლაპარაკო, მაგრამ ასევე სავარაუდოდ არის, რომ მათ რასაც აკეთებდნენ იმ ჩემი გონივრული სავარაუდოდ ინფორმაციით. მათ ბოლომდე არც იცოდნენ, მას დავალება მიცეს და მე ეს როდის უნდა გასულიყო ეთერში, სად უნდა ემუშავა და როგორ უნდა ემუშავა, უცებ გამოვიდნენ ის ხო ლობიზმი ხო იქ ოფიციალურად არის, იტუჩი გამოვიდა ვიღაც კონგრესმენი, იტუჩი გამოვიდა ვიღაც ეს ნამუშევარი, რომელსაც აი ეს ხლა აღარ შეგვიძლია ცხოვრება. ეს არის კლასიკური მომენტი დამუშავებული პიარის ბიჭებო, აი ჯავსოსანი პოტიოვკინის თემა რო არის, ბიჭებო ჯავში მატლები, ბორში მატლებია. აი აქ უნდა დაიწყოს და გუშინვე უსმენდი და იყო აი ეს მოჩ აღარ შეიძლება ხალხო გამოდით ქუჩაში. არის ჩამოწოდებული სიტუაცია. თუცა აგერ გადაცემა იწყებოდა და ერთ-ერთი ავტორი ამ ინფორმაციისა რაღაცას ხო უნდა დაეყრდნოს, აი საერთოდ ეს ერთხელ იქნება გადაცემა როგორ უნდა აგორდეს ფეიქ ამბავი, როგორ უნდა იცეს. ვიღაცამ რაღაცა უნდა გააჟღეროს, მერე ვიღაცამის უნდა გადმოწეროს, მერე სავარაუდოდ უნდა მოიმატოს, ბოლოს მტკიცებულობით ფორმაში გავიდეს და ვიზეც დაყრდნობით არის ეს ამბავი, ხო? დამოეწდა გვარი. არ მომდის შევრო. ჩახუნაშვილი შეიძლება და ის არა მეო ექიმია რა. ხო, მაგრამ ამას ეს ჯერ აი ბოდიში მაგრამ რო გაწყვეტა. ჩახუნაშვილი. ჯერ ექიმის ეს მე ავატყოს მიხედავს. იმიტომ კი არა ეს ისულელი რო თქვა. იქ სადაც ეს ბრბო იქ რო ექიმი დადის ის ნორმალურია. ხო, ეხლა თავი დავანებოთ რომ ექიმი ესე ჩვენ როგორ ამთხოვ, ვიცი ხა რაღაცა რო გააძლიერო. ეხლა მაგალითად რა კავშირში ახლა პედიატრი პირველ სოფლიო ომში გამოყენებულ გაზთან, მაგრამ ეს რაც ნახერაშვება ეს შემთხვევით კი არაფერი არ არის შერჩეული. მაინც ადამიანის თვალში უნდა შენ აი ჯონი უნდა დაგარწმუნონ ეხლა რომ იცი რა მაგალითად ექიმად აი ქიმიკოსი რო ყოფილი ხო შეიძლება ქიმიკ ან მეორე ფაკულტეტი ქიმიკოსი ეგეც მაგრამ მე რა ვთქვი იცი რომ იქ რა ზიზღი და სიზულვილიცა და გაუტანლობას ის ეხლა მაგასთან რომ მე რო დამინახოს მისული მე აი აღარ ვანდობ მასე შეიძლება რა მაგას კი არ ვამბობდი შენ არ მიხვალ მაგასთან პედიატრია არა ნუ ან ეგეთ ექიმი ხო ვიღაც ხვების გადაოდენ მაგრამ ხო სხვათა შორის ეგ არის მაგრამ და მან სავარაუდოდ ცეცხლი ხო დაინთო და მე ის აქტა რა ქვია ხელს იბანს ფაქტურად არა მე არც ამფავი არ მქონდაო და არ შესწავლილი არ მქონდაო აი მაშინ მე ისე ვარ მოსულიო შერეკელებშია ხო ვიღაცასო ჩემი სახლის კაცის ჩოხა წაუღიაო და აი შერეკელებში არა მე იმიტომ არ მოსული და რა ვიცი ახლა არა მე არაფერი შუაშია და ნახე რა ახლა რიგდება რაღაცა და ეს მოკლედ ამ კაცმა რასაკვირველია დაანთოც ესე ასანთი მიაგდო ცეცხლი დაუნთო სავარაუდოდ არის გამოვიდა ადამიანები რომელთაც თქვეს რომ ეს 100%-იანად ჯერათ აი ხე სცენარი და ერთ ამბავში არიან ექსპერტი ჟურნალისტები და ასე შემდეგ ვითომ ამას საუბაროთ ვითომ ექსპერტი მაგრამ ესენი უკვე მტკიცებითად ლაპარაკობენ რო კითხო საიდან იცი ამ ფილმში ვინახავს დავამთავრებდით ფილმის ავტორს ეკითხებიან და ფილმის ავტორი ამბობს რომ აი გეტყვის რომ მე აგერ ჩახუნაშვილმა მითხრა ჩახუნაშვილი ამბობს რომ მე საკითხი არ შემისწავლე და აი სასაცილოდ არის თუ არ არის ეგ საქმე მაგრამ არსიც სასაცილოა მაგრამ ნუ ხალხიანობაში ქვეყნის არ არის აი ფული საიდან გაგვსო და ტუმბოჩკიდანო ხო ტუმბოჩკაში ვინ ჩადო ბეჩავდე საიდან მოვიდა ტუმბოჩკიდან და ტრიალებეთ ახლა დატრიალდა ამ საერთოდ და ხომ გითხარ ტუმბოჩკიდან ჩაოლებრივ ამბავში ოდნავ გამიძელა გიცით რომ ეს ლობისტის რომელსაც სავარაუდოდ ქირაობენ ეს გამოვიყენოთ ხოლმე და რომელსაც სავარაუდოდ ფულს უხდიან და ჩვენ უყურებთ ხოლმე წამ დაუწუნ კორუფციულ სკანდალებს ესე იგი და
ესე ვთქვა სავარაუდო კორუფცია. სავარაუდო არა კორუფციას უკვე ნამდვილად უყურეთ და კიდევ უფრო ძიმეზე ლაპარაკობდა, იმიტომ რომ თქვა რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ლაპარაკობდა USAID-ის ეგრეთ წოდებულ ატკატებზე და ასე შემდეგ და რაღაცებზე ეს რო ჩვენ გველაპარაკა ალბათ დავხრიდავდნენ აი რო იტყვიან სასამართლოსა და კვლევის და ძიების გარეშე ხო ისიც არ უჭირდება არ გაუჭირდებათ ხო მაგრამ აი ნახე აი ამ სიტუაცია და ამისთვის როგორ ფიქრობ გამზადებული სიტუაცია უნებიან ფილმში ეს არის მე ეს ვიცი და მინახავს როგორ ხდება თქვენ გუნდათ ისინი ჯდებიან და სწავლობენ ახლა საქართველოში რა ვითარება არის არა გამზადებული წერილი მოდის პირდაპირ წერია ეს ინფორმაცია და აღარ მინდა გითხრათ რომ ცნობილი და დიდი სახელმწიფოების პრეზიდენტებს და რაღაცებს ისეთი შეცდომები მოსდით იმიტომ რომ მათი ცოდნა ამის მიმართ აი გეოგრაფიასთან მიმართებაში რაღაცა რომელიც ბედს წყვეტენ აღარ მინდა ხეთ რომ წავიდეთ აი წინას უბრალოდ ერთადერთი თქვა მაგალითად ჯონ დი თქვა უფრო დიდი სახელმწიფოს ლიდერებს აჩვეპა და სომხეთი რო შავი ზღვის პირა ესე ვთქვა ქვეყანა იყო სომხეთი უზარმაზარი კულტურით და ჩვენი მეზობელი და ჩვენი ძმა ქვეყანაა მაგრამ ნუ მოიტანა ახლა ესე რომ სომხეთი არ არის შავი ზღვის პირა ქვეყანა საქართველოს გამორჩათ ეხლა ეს არც პლუსია არც მინუსია ნუ გეოგრაფიული მდებარეობა ახლა სახარა არის სადაც არის ახლა ეს ანიშნავს რომ საქართველოსია მოკლედ აი ეს თემა ტრიალებს ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია რომელსაც თავიდან ისახავს ბიზნად აი აქ დუღილის ტემპერატურის გამოწვევას ისევ ამბავს რომ და სულ განუწყვეტი მოლოდინია და ნახე რა მოგიდოთ არის ერთი რაზეც თქვით კი ბატონო გინა კასტა ვთქვათ გინა გუნდი ვთქვათ არ მომშევრა როგორც გავუხარდა პოლიტიკური ჯგუფი არ მინდა სად მაგრამ რომელთვისაც არ არსებობს ამას ქვია ბრბო მაპატიეთ მაგრამ მე დავახდე შეგიძლია თქვა იმიტომ რომ მე სხვადასხვა აქ რო იტყვიან და არის ხოლმე რომ აი კორექტურობის გარკვევა უწოდებ იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლების მასშტაბი თვითონ ამ გუნდმა მე თვითონ არ მჩვევია ნუ ადამიანია მაგრამ ისე დონეზე აიყვანა სიტყვის თავისუფლება რომ ბრბო ნამდვილად იმასთან შედარებით არის ესე ვთქვათ მოფერებითი სიტუაციები იმიტომ რომ აქ ჩვეულებრივი დედის გინება და ესე იგი თვალებში იმის შესხმა და რაღაცა ითვლება ამათ მაგრამ ნახე რა მე ვიღეთ როგორი საზოგადოება რაც არ უნდა მოხდეს აი თითქოს აქამდე რო ვიყოთ რაღაც მიჩვეული რომ აი ეს ამბავი რომ მოხდა ნუ კაი ახლა აქ აი ფეხი მოტეხა ხო ახლა მაგალითად შეიძლება ხელი მოხდა კი არა აი ფეხი მოტეხა და საჯი მაინც არ დიშავს პედალს კი არა ხალხი ყვირის რომ რა კარგია მეორე ფერიც მოტეხა აი ნახე აქ შეგიძლია ამ საზოგადოებაში რომ ქვევში გამოაცხადო რომ უნდა რბილად როგორ დაიწყო ქვევში უნდა ჩააფსა რაც საქართველოში და ნახევარ დედამიწაზე მაინც სადაც დედამიწაზე ეს არის დანაშაული კაცობრიობის რომელიც არავინ არ აკეთებდა სხვა შორის ჭის მოწავლა არ შვებოდნენ ესე იგი ძალიან ამბავი თუ არ იყო კაი ბატონო საჭმელში ჩაბურთხებაც რაც ადამიანების ნდობას ადამიანი რო ხარ ადამიანს რო უყურებ სოლიდარობა უნდა გაგიჩნდეს იმიტომ რომ შენი სახეობის არსება დადის და რაღაც ეს არის და შენ თუ განუწყვეტ მტრობად და სულ ესე იგი გრიზლის მდგომარეობაში აღიქვი ადამიანს ეს ადამიანს რო უყურებს ესე იგი ეჭვი უნდა ქონდეს რომ ეს საწამლავს შაგიყრის იმიტომ ეს ხუარესია რაც საკეთებს იმან გაგანადგურა თავისუფლად ადამიანიც დაწვა ადამიანები მოინახავენ რომ მას ამის უფლება აქვს მე უყურებ ლოზუნგებს და რომ ხელის გალაწუნება თუ სილის გარტყმა დანაშაული არ არის ამის დამკვიდრება ხდება სიტუაცია დაწვა მე ერთი წუთი არ ვამბობ იმ ადამიანს თავისი ტრაგედია აქვს და თავისი მიეჯება და თვითონ დარჩა კანონის წინაშე და თვითონ აქვს ალბათ საფიქრალი დრო და იფიქრებს მაგრამ თავის ტრაგედიას ქვეყანას ხო არა ქვეყანას მაგრამ არა ამჯერად მასზე არ ვამბობ მე ვამბობ ადამიანები რომელიც პირველივე წუთიდან პარადოქსი იქნა ადამიანი ამბობს რომ რაც ვქენი ეს ვქენიო და ნუ რაღაცა თავის გამართლებას ილოს და ნან უფრო ბოლომდე ვერ მივიყვანო და ადამიანები თქვენ ბოლო დროინდელზე ხო ბოლო დროინდელზე ხო და ადამიანები ამის ჟურნალ ახლა პროფესორები თქვა და ამას თუ ჟურნალისტი ქვია ამას თუ ექსპერტი ქვია ამას პოლიტიკოსი რასაც ეს ელაპარაკობენ ანაზნეობრივ თან ვითომ ემიჯნებიან მეორე თან ეს ნუ ამაზე ნათხდება გამიჯდა და იმ წუთში ხელისკურა ესე იგი გუჩი რო შემოგბარი იყო თანაგზნობის ამბავიც უნდა გამოიხატოს თანაგზნობა ასე დროს აუცილებელი მართალი კი არ არის შენ რო თანაგზნობა მივიღო მაგრამ ფორმაც უნდა მონახო ახლა იმ წუთში რო გამოხდები და ხა მემიჯნები და ნუ ეს თავი და მაგრამ მეორე წუთში მეუბნები რომ ამჯერად და რაღაცა იწებ სისულელების ლაპარაკს და ვითომ არ მომختარა აი ეს საზოგადოება ამზადებს ისევე როგორც გითხრა აი მე მაგალითად ბურჭულაძეს სიტყვა რო წავიკითხე ესე იგი მოვისმინე და მე კარგად წავიკითხე სასამართლოზე რაც თქვა
მაპატიოს მან სხვას არ ვეუბნები, მაგრამ მე ვიტყოდი რომ კარგი საჯობა რო იყოს და რო გასინჯონ ეს კაცი გამოსაშვებია ცეხიდან, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ არის მაქვს პრეტენზია რომ რაღაცა წინადადებებს ერთმანეთს შეგვიძლია გადავაბადა. წინადადება თითქოს ლაპარაკობდა თლიანობაში აქედან მე აზრი ვერ გამოვიტანე, მაგრამ ნახე ადამიანებმა რა ხდეს, ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში არის აშკარად, ამიტომა გამოსაშვები. მე კარგს კი არ ვახსოვ. ხო, არ არის ძნელი ვიცახვედრი, მაგრამ ადამიანები, აი მე ვფიქრობ, რომ მორალურ კი იურიდიულ პასუხისმგებლობას დააკისრებდა სოლომონი რო ყოფილიყო მაგალითად, სოლომონ ბრძენი რო არის, ან ნაზდაკი. რომლებმაც ეს კაცი მიიტანეს სამსხვერპლოზე, უკან დაყვებოდნენ. მედიებმა მოამზადეს ეს ყველაფერი. ერთხელში მიცეს სპიჩკა სპეციალურად ხომებს გულულად მეორეში ასანთი, ესე იგი გააკვრევინეს და როდესაც ამან ესე იგი მეორეში ბენზინი მისცეს. ბენზინი, ხო, იმას ბენზინი და როდესაც ეს ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანმა და უკან გაყვნენ, ეს არის სცენა, აი, უბრალოდ პიესაში ვერ წარმოიდგინე, რატომ იყვებოდნენ ამას, რაცაც ეს ლაპარაკობდა და მე რეთქოს რომ ესო ყველაფერი იყო დადგმულიო თვითონ სულ ყველა ხელი დაიმიჯნეს რუსული სპეცოპერაცია დაიმიჯნეს ეს რუსული იყო ეს კაც ამითი ამ კაც რას უშვებოდნენ რას უშვებიან მოდი ეს პირდაპირ თქვათ რომ არც შენ არც მე არც მე პირდაპირ აგენტად გამოაცხადეს და მაგარი რა იყო იცი რომ ისო ღობეო ხო ადვილად რომ მოხერხილი იყო მოხერხილი იყო რა გიდა შენ რატო ეჯაჯგურები თუ და მოხერხილი არა მოხერხილი გადაძველი რატო ეჯაჯგურებოდი იმას გაყევი მიიყვანე და ბოლომდე უთხარი რომ არა ეგო აგენტიაო ფაქტურად თქვი და სიტუაცია გამოვიდა და ის კაცი არის ბედნიერად წავიკითხე შეინდო ჩვენო გავიმარჯვეთო და მოვახდინეთ გადატრელი რაზომ აი ეს არის ერთი ნახე როგორ ხდება ტალღება ჩვენ კი გონია ერთი ამბავი იყო მეორე ამბავი იყო ეს ადამიანების ფსიქოლოგიური განწყობა ისეთი რომ რაღაცა გარკვეული ნერვული თუ ფსიქოლოგიური თუ გონებრივი აფექტის თუ მდგომარეობაში მე არა ვარ ამის სპეციალისტი ჩვენ გვყავს ექსპერტები ღვთისმადლით ხო და იტყვიან ამას ვერ უძლებენ, აქედან ამას აკვირდებიან და ყოველთვის მოინახება, რომელიც რაღაც ისვლელეს იზამს ხვალაც. აი, რაღაც ზეგაც იზამს რაღაც ისვლელეს. ეს ჩანართი მინდა რომ აი ეს მინდა და BBC ამას აკეთებს. ეს ამბავი სხვა კუთხიდან დავინახოთ რა. გომელაურის კომენტარი იყო გუშინ იმეც. და თქვა რომ ესო ნამდვილად იყო ეს ნივთიერება შემოტანილი 2010 წელს და 2011 წელს იყო ორი შესყიდვა გაკეთებული და 2000 მანამდე გამოყენებული იყო 2012 წელს მერე ეს არ გამოყენებულა. აღარ შეგვისყიდე. დალოცვილო. ბიჭო, ახლა სანამ თავისი გაკეთებული საქმე შენ არ დაგაბრალეს, მანამდე რომ პირი არ გაგიღია და არ გითქვამს. ეს ახლა ვისი ისერზია. მან პრობლემა ის არის რომ ანუ მე გომელაურზე კი არ ლაპარაკობ. ეხო ზოგადად ხო ზოგადი პრობლემაა ხო ახალი ხელისუფლების თუ რა გააქვთ ის რაზეც საუბრობს ის მე შემოუბრუნდა თემა ის არის რომ იდეაში ანუ ის ნივთიერებები რომელიც BBC-მ ახსენა იქ ჩამოდნა თვალში რომელიც არ გამოიყენება თქვა დიდი ხანია როგორც თქვა გომელაურმა დიდი ხანია პირველი სოფლიობის მერე არა ეგ ცოტა ისეთი სპეკულაციურად დალაგებული თემა ქონდა BBC-საც ეგ ამბავი ანუ პროტოკოლებში ეგ ნივთიერებები არის მოხსენიებული შსს პროტოკოლებში და არა მხოლოდ ჩვენი შსს არამედ პროტოკოლებში ეს ჩაყვა შეიძლება თავიმართლოს და მე ხო არ თქვი რაღაცა ეგ ხო ანუ პროტოკოლებში ეს მოხსენიებულია ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ანუ პროტოკოლში რაც მოხსენიებული ყველაფერს ხო არ იყენებ ყოველთვის ანუ ან გჭირდება ან არ გჭირდება და ასე შემდეგ სავარაუდოდ წინა ხელისუფლებასაც ამ პროტოკოლების საფუძველზე ქონდა შესყიდული რაღაც მომენტში გამოიყენა რაღაც მომენტში შეიძლება ზედმეტად გამოიყენა რაღაცა ქნა მაგრამ არ შეიძლება ეს ეთქვავინ მე ხო ახლა 2012 წელია 2025 წელია დალოცვილი ახლა რო ამბობ ეს არ შეიძლება და რაღაც ეგ მეორე საკითხია არა მარტო ეგ უნდა ეთქვა არამედ საიდან იყიდა არა ხო სად იყიდეს რომელი ქვეყნის შეერაღებაშია ესა თუ არ შეიძლება და მისი გამოყენება როგორ იყო ჩანაწერი რო იყო კასტილიანი კაცის და თორე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოიწვიეს და გაანადგურეს ნივთკიცებულებები გაანადგურეს სისტემური დანაშაულის ადამიანის კაცობრიობის წინააღმდეგ მიერ ჩადენილი დანაშაულის ნივთკიცებულებები გაანადგურეს ეხლა ამ ხალხმა უნდა აიღოს პასუხი ვის ეს გაანადგურა ეს მე რატო ლაპარაკობ მასი ეს მე მიბრუნდება ეს ხო არ არის შენი უფლება რომ შენ ჟესტი გააკეთო რაღაცა ხო მე ის ტიპები ახლა ეს მე მებრძვის ის ტიპები ვინც მაგ კადრებში იყო ხა მორალს გვიკითხავენ რეალურად რო ამას ვამბობ მე მებრძვის ეგ ერთია ჯონდიდა ნახე რა მოხდა იქ შეირჩა რაღაცა პრივილეგირებული ჟურნალისტების ჯგუფი
არასამთავრობოების მე რატო მახსოვს კარგად ეთერში და ყვიროდი ზუსტად მაგას ვამბობდი რომ ეს ელემენტარულად თქვა აღარ მინდა ხავის თანერთადაც ვიჯექი ერთერთობ უნებოდი რომ თქვენ ამას რო აკეთებთ თქო რა თქვი ეს დღეს მოვა დრო და ისე რომ აი როგორც ესეთი დღეს მე ასე მითხრეს ასე შევთანხმდით ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ რომ ყვალის წაშლა დაბარო ვინ მოგცა უფლება ხა აი ეგეთი რაღაცა რო თქვა მე და ჯონდი ისეთი რამე ვნახეთ რომ აი გიორგი შენ არ უნდა გადაწყვიტო და შენ როგორ გადაწყვიტე საერთოდ ეს ამბავი საერთოდ ვინახარ რომ შეიქმნა და მეტიც მე ჩვენ კაცმა არ ვიცით ეს როგორ მოხდა იმიტომ რომ ეს და მე გიცავ სხვადასხვის რო იცოდეთ წაუკითხე მაშინ გაზეთში ეწერა და არ არის ძნელი მოსანახი ახალგაზრდა კაცი იყო გვარი არ მახსოვს რომელიც მე დაკავებული იყო რომელიც ამობდა რომ ეს კადრებიო რო შემოდიოდაო ეს კადრებიო ჩვენ მას უყურებდით და სიცილით კვლებოდით სიტყვა სიტყვით გეუბნები მე კარგი მახსოვს რომ მაგ და ვი შეხედე ეს ხალბატონი რეებშებაო ესენი რეებშებაო და ეგო ანუ ესე კი არ იყო რამე გაანადგურეს კი არა ეს ამბები ოფიციალურად განადგურდა და იმას ხოდა და 5 ეგზემპლარად ახლა იმათ ხო რა გასაკვირველი ახლა ამას ვინ ეგრესენი იყენებენ ამას გასაკვირველია იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ რო უყურებთ რომ ადამიანი ისეთ რაღაცას აკეთებს მისგან ხო მოულოდნელი რომ ადამიანი ფიქრობს აი ხშირად ის კითხვა ხო რომ ეს ამას როგორ აკეთებ აი ეს რამ გააკეთებინა და ლაპარაკობთ აქ ახლა იმან აღმოჩნდა ცერ ეს არის აბა ის კომპრომატი რისთვის არის კომპრომატი ამისთვისა როდესაც ისეთ და ჩვენ გინდა თუ არა მაინც და მეც პორნოგრაფიული ხასიათის შინაარსობრივ იქ არის უამრავი ისეთი საკითხი არც მოკლე იქ არის რაღაცა სხვა ოჯახური საკითხი არის პირადი საკითხი არის ეს არ არის მაინც და მაინც ამ ორიენტაციასთან დაკავშირებით რაღაცასთან რომელსაც ადამიანს ურჩევნია იჯდეს ციხეში მოაწეროს ხელი ყველაფერს თავი მოიკლავს ოღონდ ეს ამბავი არ გამჟღავნდეს ეს არის კომპრომატის ანატომია ეს ცალკე სიტუაცია რო დაუბრუნდეთ ეხა იმ თემას საერთო სიტუაციაში რაც არის ეს მოკლედ ეს არის მოკლედ ერთი რაღაცა მოკლედ ადამიანები ჩვენ ახლა ამას ვსაუბრობთ მაგრამ ქვეყნა როგორი სიტუაცია იცი იმ თავითვე არის ადამიანები ჯგუფი რომელები ადამიანები კი არა არის საზოგადოების დიდი ნაწილი მე გეთახმები სულად რომელსაც ეს უბრალოდ არ ჯერა და რაც ეს მეტი გაგრძელდება კიდევ უფრო მეტად არ დაიჯერებს და ეხლათ ეგერც კარგიც არ არის თუ ყველაფერი რა წამოვიდა და გინდა BBC-მ და იმან თქვა და ყველაფერი ტყუილი იქნა ან რასაც ხელისუფლებაზე იტყვია ყველაფერი თუ ტყუილი გოგონა ესეც არ ივარგებს და მეორე ნაწილი აი რაც არ უნდა თქვა აი რო თქვა რომ ახლა აქ დაიღეს და საგარაჯოში მაგალითად როცა ჭაბურღილს არტყამენ და უნდა ანტარქტიდამდე გაიტანონო იმ წუთში გამოვლენ და იტყვიან რაც გვიშვება ეს ხელისუფლება და ეს ქვეყანა ამიტომ ეხლა აქ რო ჩვენ ვიმეს რამეს გადავარწმუნებთ მე მithwet კომენტარებს რო უყურებ ამ კომენტარებს ხო რასაც ახლა ამ 2 დღის განმავლობაში უყურებდი ნუ ახლა შეუძლებელი ადამიანების გადარწმუნება იმიტომ რომ ახლა ჯერა შეპყრობილია უკვე ამით უკვე ისე არის შესული ხშირად ვამხობე უღრანტყეში რომ მიდიხარ უღრანტყეში ხო ანდა ძალიან დიდ ველზე აი თოლში მოწმოსლია აქ რო ბილიქს აცდები 10 სანტიმეტრით ან 1 მეტრით და მე გააგზე 2 კილომეტრს რო გაილიცი რამდენით ხარ აცდენილი 1-3 კილომეტრით ხარ აცდენილი და მე უკვე ამბობ რომ უკან დაბრუნება კი აღარ არის აი უღრანტყეში პირდაპირ მივდივარ აი ახლა მე მალტე ვარ რაღაცა და ნუ ახლა თუ კოლუმბი ხარ და გაგიმართლა აღმოაჩენ ამერიკას მაგრამ შეიძლება არ გაგიმართლოს ორი რაღაცის თქმა მინდოდა ერთი პირველი რომ ესე იგი BBC-ს ფილმს რაც შეეხება ერთი სერიოზული ისა აქვს რა ქვია მაგას იაღლიში ასე ვთქვათ ოღონდ ესეც ფორმალური პროცესიდან გამომდინარე მოუვიდეთ ეს იაღლიში ეს არის რომ თვითონ იცოდნენ რომ უნდა მიემართათ ხელისუფლებისთვის მაგრამ როგორც ჩანს ქონდათ მოლოდინი რომ ხელისუფლება უარს ეთყოდა და პასუხების გაცემას და უბრალოდ იტყოდნენ რომ ჩვენ მივმართეთ და არ გვიპასუხა ამ ფილმში, იმიტომ რომ თუ ჩავხედავთ კითხვებს, რომელიც მათ გაუგზავნეს და გუში გამოაქვეყნა ქართულმა ოცნებამ ეს მიმოწერა, ასე ვთქვათ, BBC-სთან. უკვე დამონტაჟებული იქონათ ეს ფილმი? ფილმი დამთავრებული იყო. ანუ კითხვებს ჩახედავ. იურისტმა უთხრა, ჯონდი ეს ახლა გიორგი ხერხარაშვება სარგებლობს. ჩვენ ვიცით შიგნიდან ეს პროცედურები და შიგნით როგორ არის. მათ აქვს და მით უმეტეს ამ ტრამპის შემდეგ დაფრთხნენ, იმიტომ რომ ეს როგორ არის, ახლა შეიძლება მე თქვა უთხრან ორ ადამიანსაც, ახლა მე შეგეთქვა გულია უჩვილდებათ, უნდა დაწერო განცხადება, წახვიდე სამსახურიდან, კაი ხელფასი. და იურისტმა იქ უთხრათ, რომ მოიხადეთ. ყველა შემთხვევაში უნდა უჩივლოთ რა. არა, უნდა უჩივლოთ, თუმცა არა, ეგ საინტერესო კეისია უნდა მოვახდინო. არა, კეისი უკდება, მე რა შემოიგო. კეისი საინტერესო იქნება, უნდა უჩივლოთ, ვარიანტი უნდა უჩივლოთ. მაგრამ თვითონ აი კითხობს რომ ჩახედავ, აბსოლუტურად ჩანს რომ ფილმი არის დამთავრებული.
და გეუბნებიან რომ 21 ნოემბრამდე თუ მომაწვდი პასუხებს მე ამას გავითვალისწინებ მაგრამ საბოლოო ჯამში არ გაითვალისწინეს რა ანუ არაფერი არ გაითვალისწინეს იმ პასუხებიდან რომელიც გაიგზავნა ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ეხა მაგათთვის ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა დადგეს ანუ იმ დავაში თუ ეს მართლაც იქნება ესე თქვა სამართლიანი დავა და სამართლიანი განხილვა პროცესის ანუ მოპასუხის უფლება პასუხის გაცემასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად დარღვეული. ანუ თავიდანვე გეთქვა რომ საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრი, მაგრამ მაშინ სტანდარტს აი რა სტანდარტზე რო არის ლაპარაკი, ესე ვთქვათ, ვეღარ იცავ ახლა. თავი არის რომ ანუ ამ მათ და პირობითად ავიღოთ რომ ჩაატარეს ჟურნალისტური გამოძიება. ამ ჟურნალისტური გამოძიების ნაწილში საერთოდ არაფერი არ მოიკითხეს თავიდანვე ხელისუფლებისგან. ადგენენ თავისი ნარატივი ჩამოალაგეს დაალაგეს ეს ყველაფერი როგორ უნდა ყოფილიყო ფილმი ისე არის დაალაგებული რომ მაქსიმალურად აირიოს ერთმანეთში კონტენტი რომ ბოლომდე აზრი ვერ გამოიტანო ერთ ნაწილში დარბევაზე გელაპარაკებიან მეორე ნაწილში გაზის გამოყენებაზე მე ისევ დარბევაზე ისევ გაზის გამოყენებაზე და ესე არის რაღაცნაირად სუმბურულად დაალაგებული ეს რომ შე რაღაც იქ თხრობაში დაიკარგო რა ანუ ძალადობაზე ლაპარაკობენ გაზის გამოყენებაზე ლაპარაკობენ ვერ გაიგო ბოლოს რა იცი როგორ არის აი ხო არის საარჩევნო ელექტორატი ხო და მიმდინარეობს ინტელექტუალური ბრძოლა პოლიტიკურ ლიდერებს შორის და ეს ელექტორატი მიიმხროს, ხო? ესევე არის, მოდი ესე ტერმინს გამოვიყენებ, ასაჯანყებელი ელექტორატი. დღეს ასაჯანყებელი ელექტორატი ამათ არ ყავთ. ხო, აი მან მინდოდა რომ მივსულიყავით რა, მანდ მინდოდა მივსულიყავით. რას ეხა ეს რაც მიმოწერა, რაც თქვა ხელისუფლებამ, რაც გამოქვეყნა, ცოტა ისე რთულად გამოაქვეყნა ეს ყველაფერი, რომ ან თუ დაინტერესებული თუ არ ახარ შეიძლება ვერც მიადევნო თვალყური რა. უნდა გადახვიდე რაღაც ლინკზე და იქ უნდა ნახო და ამბავი უნდა გააკეთო. ეხა წეღა რაც ამბობდია მაგალითად ამ არაბულ ინვესტიციაზე, კომუნიკაციის პრობლემა რა, ანუ აქაც ჩანს რა, რომ ეხა ამას სჭირდება კარგად გამოტანა. ამ მიმოწერას კარგად გამოტანა სჭირდება ხელისუფლების მხრიდან რომ ეს მიმოწერა არსებობდა, რაზე არსებობდა და როგორ არსებობდა. საერთოდ 2012 წლიდან კარგს რო აკეთებენ ისის პრობლემაა. კი ბატონო. ამათ ანუ განმარტებები არის პრობლემა. კი ბატონო. და ეხლა ამ არაბულ ინვესტიციაზე სტრატეგიული შეცდომა სად იყო დაშვებული? დამხელა რაღაცას აკეთებ, ხო? რა კომერციული სიტყვა კომერციული საიდუმლოებას წინ რატო მიყენებ თემის წინ? ბოლოში თქვი რაღაცა ეს ნაწილი კომერციულია. ამაზე არ გელაპარაკ, ანუ კომერციული საიდუმლო რა არის? არმატურა ჟანგიანია თუ ოქროს არმატურას დებ ვერცხლისა, ანუ რა გიждდება თვითღირებულება, რამდენ თუ გაყრი, რამდენს მოიგებ და ასე შემდეგ, ხო? და პრეზენტაცია არ სარცულის ესა. ხო, უნდა გაკეთდეს თუ არსი არის. პრეზენტაცია ამის რო გაკეთებული ხო, აი ძალიან გასაგებად გეტყვი. ეხლა ამ ოთახში თუ ბნელა ხო, სარიელი რო იყოს, შენ ფრთხილად დადიხარ რაღაცას. ამას არ დავეჭა. ან არ წამოიკრა ფეხი და შუქს რო აათებ. მიდიხარ თან არ გაკეჭვები ხო ან ბაქტერია თუ არ ანტიბიოტიკი დროზე თუ არ წავი მრავლდება ხო ამათმა შექმნეს სიბნელე ეხლა ბრელა ხო ეგეთქეს ამათ დიდხნიანი პაუზა იყო ამან იბარტყა მე მაპატიეთ ესე ტერმინს ამ სიბნელეში ამან იმუშა ეხლა ამ თემისთვის ბნელა ეხლა მე ამაზე თუ მე ვიცი ეხლა რაც უნდა გაკეთდეს თუ ვინმე გაიგებს ამაზე რა ვიცი თუ გინდა მე ვილაპარაკოთ მაგრამ მე იმას მინდა დაუბრუნდე ხო აი ის მინდოდა რომ მეკითხა ზუსტად რა ანუ აი იმის პოტენციალი თუ არის ისთვისაც ეს ყველაფერი გამიზნული ამასთან კავშირში ხო არ არის პოტენციალი ესე იგი მათი ასაჯანყებელი ელექტორატი არის ძალიან მცირე ეს არ ყოფნის ხელისუფლების დამხობისთვის კი ბატონო ამიტომ რა უნდა იყოს რა აი ამიგდიც კი ცუდი უნდა იყოს ფეხბურთელმა გოლი ვერ უნდა გაიტანოს იქ რა ქვია საწამლავი პირველი მსოფლიო ომის დროიდან ანუ მაქსიმალურად უნდა მოდიოს ნეგატიური ინფორმაცია რომ აი ეს ამ ხელისუფლების ბრალია რა ყველაფერი ცუდად უნდა იყოს მივხვდი ფსიქოლოგიურ ქვეცნობიერის დონეზე განწყობა უნდა შეიქმნას ნეგატიური უკმაყოფილება უნდა შეიქმნას და მე ეხლა ეს მინდა ძალიან კარგად გავმარტო ეხლა რა ესე იგი ამათმა ნახეს რომ ამ ლიბერალური ჯანყის მოწყობა შეუძლებელია და ლიბერალიზმი და ეს რაღაცა ეს ევროკავშირში მინდა და რაღაცა მეტი არა ხო პირიქით უფრო მეც უნდოდა ევროკავშირში და დღეს ახლა ისეთი ახალგაზრდები აი ჩემ ირგვლივ რომლებიც თქვა ყველაფერზე მოყვებოდა ტრადიციონალისტები მაგრამ რო გეუნებიან რომ არა ევროკავშირი მათ რომ სხვანაირად შეხედეს ამას
მივხვდი უკვე თვითონაც ამბობენ რომ ეს რა ბოლო გადაწყვეტილება მას ხო საკონტროლო გასროლა იყო თავის თავში ხო 8 წლის ბავშვი შეიძლება გადააკეთო კაცი ქალი და ქალი კაცად და ისე რომ შობელს არ კითხო ხო და თან სავალდებულო რო არის ყველა ქვეყნა ჩვენ თუ იქეთკენ მივდივარ ჩვენც სავალდებულოა ხო ხო მაგრამ ეხლა ვიღაც აი ერთი სადაც ხვი გადაცემაში რა თუ სვამბობს რა ქვია ან მორდეხაი ამბობს ან მაგალი ზარანდია თაშხი ამბობს რომ ამბოლო დროსო თუდაშხი ამბობს ზარანდია კი არა ამბოლო ადრო ესე იგი რამდენჯერაც ხაფანგი დამიგესო ადვილად ვახცევდი თავსო და ეხლაო ვიღაცა ჭკვიანი კაცი გაერიაო და რამდენჯერმე პატარა ბავშვი ვითომ მოვტყუდიო რა ესე იგი ვიღაცას ტვინი გაეხსნა იქა და მიხვდა რომ აქ ჯანყი არ გამოვა უბრალოდ აქ მარცხნივ და შემოუარეს და ცდილობენ კონსერვატიული ელექტორატ ეროვნულად მოაზროვნე ელექტორატი აუჯანყონ ამიტომ ყველაზე კარგი ეს ყველა რა თქმა უნდა უნდა მიდიოს საწამლავია იქ ამიდის უდია ფეხბურთელს გოლი ვერ გააქვს და ამას აკეთებენ ხო კალბურთელს უნდა ლანძღო ანუ ავტორიტეტები ხო მაგრამ თავარი ის საზოგადოება ვინმე არ დაგამხობია ხალხმა დაისვა თავის თავი დაისვა რეალურად ხალხმა მოახდინა იდენტიფიკაცია ხელისუფლების საკუთარ თავთან რაც ნუ ახლა იდეალურ თეთრ ხენზე ზიხარ დალოცვილო რა გინდა ხო და ხელისუფლების მხრიდან ხო და ეხლა ეს მიხვდნენ ამიტომ ეჭვები გააჩინეს ხალათში რომ შემე ინდოელს და ნუ არ მიდეს ამის უცხოტომელს ვიღაცას მისახლებ ხო ვიზუალურად ეს ხალხი ჩანს ეხლა მე არ ვამბობ რომ ეს ყველა ჩამოსახლებულია ზოგი მართლაც ვიზიტორია ზოგი სტუდენტია მაგრამ თავისთავად ცხადია კობახიცი თქვა ხო თვითონ რომ 60,000 ბინა არის გაყიდული აგ მე ახლა 9,000 ბინის გაყიდვას ვაპირებ იმ ბინასაც არ გაყიდის ანარა ხო ეს იქნება გამოყენებული ხელისუფლების მიმართ ნდობის მორყევაში ეს თუ გამოიყენეს და მე ხო ვაკვირდები უბრალოდ ახლა ამას ხო ხოც რა მახასიათებს ხო მე ნიშნის მოგებით არაფერს არ ვიტყვი ვხედავ სოციალურ ქსელებში აი ჩემს ირგვლივ ადამიანები რომლების პრინციპში ფორპოსტი იყვნენ ამ კოლექტიური დასავლეთის გლობალური ომის პარტიის გლობალური ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოებრივი აზრის ლომები ანუ ეს რომელი ტიპები არის სოციალურ ქსელებში რო აკომენტარებენ და ფონს ქმნიან განწყობას ქმნიან გამიგე და ჩვენ ვიგებდით სულ რა და უბანშიც გარაში არ ხო ჩვენთან არის კეიფები რა ფარეხში და რაღაცა უბან ახალწელს გადაპატიჟებენ მეზობელთა რაღაცა ის უფრო ისეთი ადგილია საქართველოში და ტაქსში რო ზიხარ იქ არიან საზოგადოებრივი აზრლობები და ეს ტიპები გაჩერდნენ გამიგე ეს ტიპები სვამენ უკვე შეკითხოს ეს აქ რა ხდება ხო და ასე ამის მიყრუება და ჩემი აზრით ესე დამოკიდებულება რომ მე როგორ ახლა აი ზალკალიანი გასოს ზალკალიანი იყო საქართველოს მინისტრი თუ ხელი მოაწერა მიგრანტთა პაქტს გახსოვს შენ ეს თემა ხო მადლობა ახლა უნდა გადაიხადო მაგრამ კიდე ერთხელ მადლობა რომ მარტო პირველი არხი აშუქებდა ჩემს აქციებს ჩო მე ახლა გვიშველა ღმერთო კოვიდი ძალიან ცუდი იყო კოვიდი მე დაიბა ეს აქტუალობა ამან დაკარგა ხო ხელი ქონდა მოწერილი რა ეწერა ამ მიგრანტთა პაქტში რომ ესე იგი იღებენ ვალდებულებას აზიიდან და აფრიკიდან მიგრანტების შემოყვანის და მათი ღირსეული დასაქმების მათი დიასპორების შექმნა 1000 წელს მაგრამ ეხლა ეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კაცო ვეკითხები პარლამენტის წევრებმა არ იციან ამის შესახებ მე ვეუბნები ზალკალიანს რომ კაცო ვიღაცას რომ მისახლებ და ხელს რო აწერ ხო ძმა რო ჩაგისახლო მე შენ ხონდა კითხოს რა ძმა რო მოვიდეს და გამოსახლო ერთი დღე და რომ ოჯახიან გამო რაღაცა უნდა გითხრას რომ მოდი რა რაღაცა პრობლემა ჩავსახლები შენ ხო რომ ისახლებ მე აი პარლამენტის წევრებმა არ იციან ეს პარლამენტის ხომაზე იყო საკომიტეტო მოსმენაზე იყო ხია პირდაპირ ეთერში ნუ იზახა რაღაცები აი ესეთი რაღაცები არ უნდა გააკეთო ხალხთან კომუნიკაცია უნდა განმარტება შეიძლება მე რაღაც ისეთი განმარტება ქონა იმას არ ქონდა განმარტება სწორი იმაზე შეერთებულმა შტატებმა ისრაელმა ბელგიამ ევროპის ქვეყნებმა არ მოაწერეს ხელი ერთ-ერთმა ქვეყანამ მოაწერა ხელი და ჩამოიშალხა რატო დავახვავე ახლა ასეთი ამბები ამის უყურადღებოდ
მიტოვება არ შეიძლება და რატომ მე ის კი არ მადარდებს ხელისუფლების დისკრედიტაციის შემთხვევაში რო ხდებოდეს ისე რომ ვინმე სხვა მოდიოდეს და უფრო კარგი გადასარევი თუ გინდა უფრო ნაკლები ხო ეხლა ხელისუფლების დისკრედიტაციის შემთხვევაში ესენი მოდიან გაიგე ქვეყნის დამხობა მოდის აი მე ჯონდის იმას გავაგზავნებ ახლა რა სტადიაში ვართ მე მეხება რა წმინდა პიარულად რო თქვა საზოგადოებას თამაშა ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა აი გვერდზე დავდგეთ მოგწონს თუ არ მოგწონს თავისთავად კარგი და ცუდი პირობითი რამე აი მოგწონს თუ არ მოგწონს ხო აი სულ რო თითქოს ისეთი რო შენ გეჩვენება აი რაღაც აი ისეთი აი ყველა აბსურდი აი კიპარისი რო დადგა სადღაც დარგა რომელიღაც ყველაფერი ეს იქნება შენ უნდა გათვალო როგორ იქნება ეს შენ გარშემო შენ წინააღმდეგ აღქმული და გამოყენებული ანუ მაგალითად კიპარის რო დარგავ არა შეიძლება უნდა გათვალო რომ ხვალ გეტყვენ ეს იმიტომ დარგეს რომ ზედ ადამიანები უნდა ჩამოაცვან ესე და ყველაზე უფრო აბსურდ რაღაცა სიტყვა იმიტომ რომ სინამდვილეში ოღონდ ბრძოლა არც კიპარისთან მიდის და არც ფარდას თუ ჩამოაფა იკარი ვიღაც იტყვის აქ რაკეტაა ნახე რა საინტერესო რამე მიდის მე უყურებდი რომ ლიბერალები ეს ლიბერალები ნუ არიან ყოველ შემთხვევაში მე რაც ლიბერალიზმი ვიცი ის რამდენად იციან რაც საკითხული აქვს სხვა საკითხია მაგრამ ლიბერალები იყვნენ და ეს ევროპელი აი ბიტანაც რო არის ისინი ამაზეც მიდიან ეს ევროპელი ლიბერალებს რო ეთქვათ რომ ჩამოსახლების წინააღმდეგ იკლავენ ლიბერალები აქაური თავს რომელიც იქიდან არის ლიბერალებისგან წესით ჩამოწოდებული ხო ეს იმათი თემაა და მაგრამ ეხ ფაშისტად მაცხადებდე ამაზე რო ლაპარაკობ მოიცადე მაგრამ მე ვუყურე არ ვიცი თქვენ უყურეთ თუ არა კადრებში თუ არა და ხო იცი ახლა თulis არ გიყვეთ და უყურებ შემდეგ რომ პარლამენტის წინ იდგა ლიბერალი სასულიერო პირი ამ ლიბერალებთან ერთად კი ბატონო მე არაფერს არ ვამბობ და მამაო ჩვენოს ესე ვთქვათ კითხულობდნენ ესე ვთქვათ აკი არ ვლოცულობო ეგ ლიბერალი არა ნახე რა არის სინამდვილეში ის თქვა მინდით აქ უკვე მოვლენას კი არა აქ ესე იგი აქ ლიბერალიზმს კი არ იცავენ იქით არის დავალება რომ ნებისმიერი სახით აი გადაიცვი გადმოიცვი ასე იყავი ესე იყავი ფეხბურთელმა გოლი არ გაიტანოს ლიბერალმა უნდა ილოცოს იბერის უნდა გამოვიდეს კონსერვატორი და ლიბერალი ერთად უნდა დადგეს ლიბერალმა უნდა იძახოს რომ მეფები და კონსერვატორმა უნდა ხო ფორმულაზე და პირველად დადიანეს ტიპები ხო და ანუ ყველაფერი იქნება ესე გამოყენ ამ სანამ ეს სოფლიოში ეხლა ესე ვთქვა ეს ის კი არ არის საქართველოსთვის არის დაწყებული საქართველოს ამბები უნდათ რასაკვირველია და ტერიტორია და ეს გამოვალი გზა რაც ჩვენი დალოცვაც არის და წყევლაც ისტორიული მაგრამ სიამოვნებით სანამ ეს გლობალური ვითარება არ დაწყნარდება და გარკვეული სტატუს კვო არ შეიქმნება სოფლიოში ამ შეტევებს უნდა განუწყვეტლი ველოდეთ აი ყველას ეგონა რომ იყოლგან რომ ცოტა თითქოს ბიწყნარდა არა ეხლა ისევ თავიდან აგორდება თუმცა ნუ ეხლა რო ვთქვათ შეფასებით და ეს რომ თუ მე ესე მეჩვენება ახლა დარტყმა თუ ესე იგივე ტიპაჟებზე ეკნათ მათ ურთიერთობას მომდევნო ეს ადამიანები დანჩენი არ ტყუდებიან კი ბევრი კითხვა ჩდება სხვათა შორის იგივე კითხვა უჩდება რა შეთქვი მაგრამ ტიპაჟებს შეცვლია მე ხელ მე ვიცი რომ უნდა შეცვალო ხომ არა აი ბერ ფასაც ცვლია ხომ არა ბერი ცვლება მაინც საბოლოო ჯამში აი გამოდი დაგიდახი არის ახლა ის უჩანთ ესე იგი აი შენახავ ფასაც კლიანად გამოცვლიან ეროვნულ ფლანგს ჩააყენებენ ფასადზე თავზე ხევსურულ ქუდებს დაიხურა მიწის როჯო ასეთ ტიპებს ფიგურალურად მე აბსოლუტურად აქეთკენ მე გითხარ რომ იმათ ტვინი გაიხსნა აქეთკენ წავიდნენ მე რო აბა ლოცვა გითხარი შეგულმოგონა ესე ამას უყურებდი ესე იგი უკვე ვხვდი რომ ეს გადავა და უკვე შეჯდებიან ისეთი ადამიანები აკეთებენ ამას მაინც ესე ვთქვა რომ დაიწყეს ამ ესე იგი რასაკვირველი კითხვები არის ადამიანი ხარ ყველაფერი გაინტერესებს ვითობეტეს არ არის მაგრამ აი ერთი ხრო უყურებ ადამიანებს რომლებიც რასაც უყურებ ყოველთვის იტყუებიან თავის ჟურნალისტებიან აი არ არსებობს აი რო გითხრან რომ აი წვება მოვიდა უნდა გაიხედო და ზე კაშკაშებს ხო აი წარმოუდგენელი თემა არის ნუ ბოლო ხო გეუბნები ამ ადამიანს არ ვეხები და თვითონ იცის მაგან თავის საქმის ამბავი მაგრამ აი ამათთან ადამიანი არის და ამბობს რომ მე მომივიდა ის რაც მომივიდაო და ჟურნალისტი და ექსპერტი და პოლიტიკოსი და ადვოკატი ერთად და კიდე ექსპერტი ძახიან არა უკაცო თაწმინდიდანო დიღომში დილის 5 საათზე როგორ მივიდოდა ადამიანიო და ამას არ ვიცი შენ უყურეთო არა შენ ბედნიერი ადამიანი ხარ
ეს იყო ორი დღის ნარატივი თავარია. ესო წარმოუდგა არა, ხوارგუნია რომ ეს არის, მაგრამ მოგისმენ, აი პირდაპირ რა თემაზე იყო თაწმინდიდან? ამ ლისაშვილის თემაზე. ალეკოს ამბავი. ხო და ესო აი ნახეთ თაწმინდაზე რომ სახელმწიფო დაწესებულებები არის იქ ვარწასული. მომისმენე, ამას იძახის და ადამიანი იძახის შიგნით არის რომ მე ვიყავ ესო და შიგნით დამიწერეს. ნუ თავის ამბავია. მაგრამ მათ არ ჯერა. კაცო, მას უფლება აქვს ბოლო-ბოლო რაც უნდა იმას იზამს, ხო და თვითონ აგებს. არა, არ ჯერა კი არა. და იძახიან, არა, როგორი არგუმენტია იცი? რაღაცა ხო უნდა თქვან და არგუმენტი ისეთი უნდა იყოს, რომ დაეჭვდეთ თაწმინდიდან, აი პირდაპირ ეძახდნენ. და ამას რატო იყო ჩაწოდებული? ერთი და იგივე თაწმინდიდან დიდი ღომში დილის 5 საათზე ადამიანი როგორ მივიდოდა? აი ელისაშვილის არის იმანიშვილის ლოიალობის ხო და უნდა გითხრა რომ მე კიდე სხვა რაღაცას ვფიქრობდი, ახლა ვიღაცას რო ეთქვა რომ თაწმინდიდან დიდი ღომში თუ გინდა მისვლა ამ ჩვენი საცხოვრების გადამკიდე დილის 5 საათზე თუ მიხვალ, თორე აბა პირიქით უნდა გაგიკვირდეს საღამოს 6 საათზე ნამდვილად ვერ მიხვალ. მაგრამ ხედავ რომ ამას უსმენდით და ამ რეალობაში ვართ. აი ამ სიტუაციაში ვართ. როცა ადამიანები ამბობენ იმას და მე მეორე წუთში გადავა სხვა სიტუაციაზე და არაფერი არ არის. აი მთელი რიგი დაგროვდნენ, არც ექსპერტის სიტყვა არაფერი არ არის, არ პასუხს არ არის, ან შემეშალა არ არის, ან როგორი გონორით არის საუბარი, მე ამაზე თეორიების აგება, მთელი ამბის აგება და თითოეული ისეთი ვარაუდია გამოთქმული, რომელსაც უნდა თავდაყირა დააყენოს ყველაფერი და ხალხი უნდა манипуლირება უნდა მოხდეს ადამიანებს. მაგაში ნახ მერტო, მაგრამ ამისთვის ხო ჩვენთან ხო მოყიერი ნიადაგია, ჩვენთან ხო სიცარიელია. და სიცარიელეს ეს ავსებს ბოდიში ესეთი აი ინფორმაციული ნაგავი ქვია ხო ამას კოსმოსური ნაგავი ხო ინფორმაციული ნაგავი ივსება და რატო გვაქვს სიცარიელე შექმნილი ხო შეიძლება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული თემები მიდიოდეს პატიოსანი დისკუსია ხო და ამაში მონაწილეობდეს ხელისუფლება ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული ადამიანები მაგალითად მოდიოდეს სადღაც ეთერში გვიმრაძესთან, მაღლაფერიძესთან, ბაღათურიასთან და ჩვენს კითხვებს, რომელიც ჩვენ ხო საზოგადოების ნაწილი ვართ, ხო? მე საიდან მიჩნდება ეს კითხვები მოვისმინე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ამოსვით. ხო, და ჩემს და რაღაცაში მომარცხებდეს, რაღაცაში მე მომარცხებდი, მე ხვდებოდეს ის რომ იქ რა ეს მართლაც მეუბნება. ოღონდ უნდა გამოდიოდეთ იქიდან რომ მე და შენ ქვეყნის ღალატი კი არ გვინდა კაცო შენს ოჯახი გაქვს მეც ოჯახი გვაქვს და ოღონდ შენ ასე მიგაჩნია მაგალითად არავის არ გონია რომ ქვეყნის ღალატი მინდა უბრალოდ რა შეიძლება იყოს მე რა გონია ეგეთი დისკუსია ადამიანებს შორის რომლებიც ამაში დარწმუნებული არის ის კი არა რომ მე მოვედი და როგორ მტრულად უნდა გელაპარაკო ხო იმიტომ რომ აი გზა ასე ჯობია თუ ასე ჯობია არა ნორმალური ადამიანი ისედაც ცდილობს აბა რატო ეძახი რჩევას რო ეკითხები მაშინ დაუძახე ადამიანებს და უთხარი რომ ესე უნდა დავდგა პირამიდა და ხეობსი ვარ ხეობსი ხო არა ხარ მაგრამ ჩვენ რაც დაიკარგა საქართველოში და რაც არის დიდი მე ვიტყოდი ტრაგედია აი ეს არ არის რასაც ქვია დისკუსია და ის კამათი რომელიც კამათი იბადება ისე ჭეშმარიტებაში როდესაც სწორი გზის პოვნა გვინდა გეთახმებ ხო ამის თქმა რა ბაბალშო ვენდობით ერთ გემზე ვართ ეს განცდა გვაქვს და ახლა რომელია როგორ გავიდეთ და აი ყოჩაღი ხლა მე ვარ ყოჩაღი ხლა შენ ხარ ყოჩაღი ხლა ის არის შენ ნახე შენეზე მაშინა ხარ კარგი წვნელი კარფეხბურთს რო ეძებს სულ შენ რო თამაშობ ის კი მაგრამ ჩვენ დამოკლე როგორ არის რომ მე რაც არ უნდა გავაკეთო აი ახლა აი მაგალითად ხო იცი რომ ხა ამდენი ხანი ჩვენ ერთად ვარ და არც უსტი გულის ვარ და არ გვეშინია მაგრამ აი მაგალითად ჩვენი მდგომარეობაში ვუყურებთ ძალიან მნიშვნელოვანი აი მარხს ეწვეთით ეხლა ეს ამბავი გარეთ აქ ჟურნალისტებს აი ჯერ კიდევ სორი კვირის წინ სორი ყოველდღიურა ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან დაგანადგურებთო თქვენ არ უნდა არსებობდეთო ამას ჩვეულებრივად ეს ჩვეულებრივი ამბავი აი აქ ჩვენმა მხარემაც დაიწყო იცი შენეგ ხო და ძალიან ცუდია ჩვენმა მხარემაც დაიწყო ეგ ხო და ძალიან ძიმეა თემის მერე უკვე ჩვენი მხარე ესე იგი რადიკალიზაცია სახეზე გვაქვს ხო გაღიზიანება სახეზე გვაქვს ახლა ჩვენებაც დაიწყეს ეს ხო და ამ დროს საუბარი როგორ უნდა იყოს იცი მაგალითად არაბებია თუ სკვითებია თუ რაღაც საკითხია ხიდისა უნდა გავიდეს სპორტისა უნდა შენდეს რომ ბიჭო იქნება ესე არ ჯობდეს იქნება კი არა აქ ჯობდეს იქნება ესე ჯობდეს მოდი აბა ესეთი სიტუაცია ეს ამას მოიტანს ეს აბას არ ესეა ხო მან შენ სწორი აღმოჩნდა მაგრამ ეს არ ნიშნავს აქ რო სწორი აღმოჩნდი შენ სამუდამო ცოლოუმბრძენი ხარ და მე სამუდამოდ უნდა ხო შეიძლება შენ და მე იმ წუთში გამოვაცხადე რომ და მე ნახე რასაც მივდივართ ფსევდორელიგიურ
აი მოძრაობასთან რო და მე გეუბნები რომ აი შენ ახარ და შენ რუსის აგენტი ხარ, შენ ხარ პრორუსი და დამთავრდა შენ დახრეტა, უნდა გამოგეწეროს ეს მოდელი იყო თავადაზნაურობი, შენ და ის რო იყო რევოლუციის დროს, შენ თავადი სისხლი გირევია კედელთან, ის გირევია კულაკი ხარ კედელთან, ეს იაკობინელებმა მოიგონეს მანამდე. ახლაც ეს ახლა გეუბნება, შენ რო გეუბნება რომ პრორუსი ხარ, აი ეს რო იქ და გატარებული ამით შენ გეუბნება რომ არა ცუდი არა ხალხის მტერი ხარ ხალხის მტრად დახვრიტეს ბაბუაჩემ ოჯახი არა შეუძლიათ რომ დახვრიტავდა ხო წერს მაგას გასაკურველია და არა ბაბა არ კითხულობდა არ წერია ახლა სიტყვით ახლა მეტი უნდა გითხრა რომ ლექსიკა მე მაქვს პრეტენზია და ვიცნობ 30-იან მედია პრესას და აი როგორ წერლებს და სულ პასუხისმგებლობთ იცოდი ის რასაც ეხლა რომ ამის კომპილაცია რომ მინდოდეს და ეს რომ ამოვიღო და манипулირება ასაც თვითონ შვებიან ესენი დავაჯგუფ კონკრეტული ამები თავის გამონათქვამებით 30-იან წლებში ესეთი არ უთქვამთ იქ რაღაცას იტყოდე რომ მანო გადაუხვია მარქსის ლენინის გზასო და მე ხრეტდნენ ეგეთ სიტუაცია იყო და აქ არის აი ჩასვლა ბოლომდე ოჯახით ამოწყდი ეგეთ სიტუაცია და ბოლოს ახი ადამიანი უწევს მათი საბოლოო ჯამში ეს გარდაცვლილზე დაიფსერდნენ, კაცი გარდაიცვალა და ხო, ეხლა ეს ხო, არა, გარდაცვლილზე შენ ფიქრო და უკვე ეს არის ქართულ რეალობიდან გადიხარ. და აფრიკული რეალობიდან გადიხარ და ჩინურიდან, იმიტომ რომ გარდაცვლილია და ნუ აი წარმოუდგენელი თემა და მათი სულიერი ლიდერი ქიანობაში ვინც არის, ხო? ეხლა რო ციხეშია და ისეუნება რომ ანთროპოლოგიურად ის განსხვავებით ეგენი უნდა განადგურდნო ეუნება და კარგი ამან დაწერა და გამოდიან ადამიანები და ამბობენ რომ ჩვენ ყველა სიტყვას მოვაწერთ ვისაც ხელს და საბოლოო ჯამში ეს არის ერთი რამე მაგ ლიდერი რომელიც ახლა გადააბრძანეს მაგ ლიდერი თუ რა დავარქოთ რა რაღაცა სულიერი წინამძღოლი ბრბოს წინამძღოლი რა ბრმა რომელიც ბრმას მიუძღვის წინ რა ესე იგი მაგან ერთი რამე სწორად თქვა რა სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ. სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ. ეს თვითონ მოუწოდებდა ეს სიტყვები კი არ თქვა, მოუწოდებდა რომ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომებაო რა. არა, თუ წერია პირდაპირ. არ დაგვედგომება, მოუწოდებდა რომ ჯახისკენ. მაგას ходები რომ იმის კი არ მოუწოდებ, ესე იგი ჩვენ. მე ვხედავ რომ ჩვენ არ დაგვედგომება რა. ეგენი თუ მოვიდა მე არ დარწმუნებით გეუნები რა. ის რაც შეეშალათ და თავის დროზე არ გისმის გააკეთებენ რა. არა. არ შეგაკეთებენ, არ გეუნოს კარგი დარწმუნება, არა, დარწმუნებაზე არ იქნება. არ დაგეწოლება და ის იქნება ჩვეულებრივად იქნება. არა, ესენი ნატრობენ, ახლა რო თქო, მაგრამ ახლა ნემაინც გონია რომ აქეთა ხარეს და მეცეც შევარ ვიცი არის რომ როგორ დავბრუნდეთ ერთ პლანეტაზე. თორე სხვა შემთხვევაში მაგალითად ის სერილი რომელიც ჩვენთან არის სიტყვის თავისუფლების ეგიდით ბევრი რამე მართლება თუმცა კი უყურებთ ხა სიტყვის თავისუფლებამ რომელიც ასაკიფათო იარაღია პირველ რიგში ვინც ლაპარაკობს იმისთვის რა უბედურებები დამართა ადამიანებს ზოგ ტელეწამყვანს და ზოგს ექსპერტს თვითონ თავი ყელი გამოჭრა მაგრამ აი ამისთვის რაც მან წერილი დაწერა მე არც ის ვიცი რა ასეთ ბოლომდე ნუ რასაც უყურებს და თავის დანაშაულებია ეს ერთ-ერთი მძიმე დანაშაულია იმიტომ რომ ეს არის იდეოლოგიური მომზადება და მოწმის შესაძლებლობა აი მაგი არის მძიმე სამოქალაქო ომის აკუთხა იმიტომ რომ ბეიცილის შემეში და რო არ მოგატყო იქიდან რომ მაგალ მოუწოდა კი არა აი რაც შენახსენე უკვე და მეც ვატყობ ამნიშნებს რომ აქეთა მხარეს ადამიანებმა რომ ითხრან ჩემ ახლებელმა ადამიანებს რომ ვიცო აი ძმაო მაგათ ომი უნდათ და მაშინ ახლა იყოს ომი აი ერთ შეკითხვას კიდე დავსვამ რა რატო აქვს პატიმარ სააკაშვილს მედიაზე ასეთი მუდმივი წვდომა ყველა პატიმარს აქვს ეს არ არის შერჩევითი სამართალი მით უმეტეს საშიში ადამიანი კაცი რომელიც მოუწოდებს და ყავს თავის მომხრეები. ხო, და ყავს რაღაცა მომხრეები. ეხლა როგორ უნდა დავაბრუნოთ ჩვენ პლანეტაზეო, რა თქმა, აი ეს ისე თემას უნდა ჩვენ ყველა ახლა რაღაც 200 და 300 კაცი ეშმაკის მინდევარ ყოველთვის დარჩება და ჩვენ პლანეტაზე არ დაბრუნდა, არ უნდა ამას. არ უნდა ამ პლანეტაზე ცხოვრება, ის სხვა გასულია, ხო. აფინანსებად კიდე. ეხლა წარმოიდგინე რა, ადამიანს ეუბნებიან რომ ღმერთისგან შეიქმენი და ღმერთის ხატად და მსგავს ღმერთს გევხარო რა. ჩო ასე რომ წარ იყოს. რატომ გირჩევნია შენ რომ მაიმუნისგან იყოს შექმნი და მაიმუნს გავდე? კაცი ამას რაღა უნდა ელაპარაკო? კაცს ეუბნებიან რომ ღმერთის აი შენ
ღმერთს მაგ შექმნა და ღმერთს გავხარ. მე ვეუბნები ამას. ყველა მორწმუნე ამას ეუბნება, ხო? ადამიანი როცა წამს, ასე წერია, მაშინ ყველა ეგენის მაგათში ღმერთს და სინდისი ცხოვრობს შენში ღმერთის სახით, ხო? ის გეო არაო, მაიმუნის გარშემო მაიმუნს გეოა იმ შთამომავალეო და მაიმუნის მეკვიდრე დარჩება მაიმუნის მეკვიდრე. ავტობუსში ადგილი არ დაუთმო ფერმზე ხალხს. ხო, აი ხო, ეს ხო გამოცდებზე გაიტანეს კაცო. ხუდეებში. აქ ყავდა ჩვენს თუმარ მე ჩავიჭერი მაგაზე. ხო და ვასიკ აი რო არ გაიზარდოს მაიმუნის მეკვიდრეების ოდენობა რო არ გაიზარდოს. ანუ ჩვენ საწამლავის გავრცელების საშუალება არ მივცეთ ამათ. ამიტომ არის რომ ყველა საინფორმაციო ხვრელი უნდა ამოიქოლოს. დღეს განუკითხაობა ვაკხანალია საინფორმაციო დისკუსია. ეგ დისკუსიას გულისხმობს. და არა მარტო დისკუსიას, მედიის მონიტორინგი 1000 რაღაცაა რა. უნდა იჯდეს მოლაპარაკე თავები, უნდა მუშაობდეს სოციალურ ქსელებზე. არ მუშაობ მე ხედავ ახლა რა. მე ახლა რომ მითხარი რომ ბედნიერი ხალხო არ უყურებთ, იმიტომ რომ რატომ მოვიშო ჯერთი ზეპირად ვიცი რასაც სიტყვიან. და სოციალურ ქსელებში რაღაცებს ისეთებს ამბობ ხოლმე შეუძლებელია რომ აი მომიშინე 10-დან 9-ჯერ არ ყავ მაგრამ რა ვიცი რა აი ეს ამბობები არ ვეხები იმას და ამას თუ იტყოდი რომ ეგო შეუძლებელია გამოგონილია რომ 10 წმინდიდანო დიღომშიო შეუძლებელია რომ დილის 5 საათზე გახვიდეო ამას ეს ხო ამიტომ ეს არ მოხდარაო ხო და როცა არ არის სხვა აზრი როცა სისარიელია ეს იბარტყებს ერთი პატარა ბაქტერია იმუნური სისტემა არ დახვდა ის მრავლდება დაწერა ვიღაცა რომ ეხლა ვიღაცა რომ ესე თქოს ამბავ საუდის არაბეთიდანო ამერიკაშიო შეუძლებელია ამ შორეზე ტერორისტულ აქციო ვინც ატარებს არ გინდა საუდის არაბეთიდან ხა იქ ჩასვლაო ეს არის არ და ამაზე 12 კილომეტრიო წარმოიდგინე 12 თუ 13 კილომეტრია და ეს გაიარო ეს ეხლა ვის გინდათო ეს დააჯეროთო ეხლა ეს რომ ამისი აი როგორი გადაცემა უნდა მაშინ სხვა ტიპის და ხა მე და შენ არა ვართ ესენი ამონაჭრები უნდა იყოს ამენიჭრებს და აი ამას ამბობდა ამას სულ უნდა ატრიალო მაგრამ სულ ეს ატრიალო ხა რასაც ეს ამბობდა მე რა შვება იცი შენ დისკუსია რა შვება იცი მოსიკო აჩენს ახალ თემას საინტერესოს ანუ ტვინი რაღაც ახლა ჯარისკაცებს როცა საქმე არ იყო ომი არ იყო მიწას ამოათხრენებდნენ ერთი სანგა მე მეორეში ჩაათხრენებდნენ რომ უსაქმურად არ იყოს. გამიგე? თუ არ არის კაი კინო, ბოდიში მოდი ასე ვიტყვი რა, უხეშად ვულგარულად, მაშინ დარეს ხერ სერიალს უყურებს. მაგრამ თუ კარგ კინოს შესთავაზებენ, ხო? იმაზე გადართავს ადამიანი, ხო? ამიტომ ძალიან უხეშად ვამბობ და შეიძლება მას კრიტიკა მოყვეს, მაგრამ კაი კინო უნდა შესთავაზო. ანუ კინო ტყუილს კი არ გულისხმობ, ანუ ხარისხიანი სალაპარაკო ტვინს სამუშაო მოსასმენი ხარისხიანი უნდა შესთავაზო. საყურებელი უფრო კარგი თემაზეც გადავარდა, ხო? მე მაგალითად რაც მატლია მე თვითონ აი მაგალითად უკრაინის თემა საქართველოში უნდა იყოს მუდმივი დისკუსია და ოღონდ როგორ ადამიანი როდესაც იმ ადამიანისგან ჯერ ერთი რომელიც არ არის შეპყრობილი მე შეპყრობილს ვამბობ ხა გინდა შემდგომზეძახის რომელიც რაღაც დავალებით საუბრობს და რომელიც ამბობ რომ შენ საქართველოს გინდოდა და ესე მიული და ესე ვთქვა თითლი ბაზობ რასაც ქვია რომ ნუ რასაკვირველად საქართველოს გინდოდა რომ ჩართულიყო ამ ომში და იქნება ამას რაღაცას იკეთია ოღონდ პირველი აპრიორი უნდა იყოს იმიტომ კი არა მეშინია რომ ხა თუ ესეთი იმიტომ მოდიხარ რომ ხა მე უნდა მე ბიძახო პრორუსი და მტერი და რაღაც ეგეთ სიტუაცია და მე უნდა გიძახო რომ რატო არც ეთომში არ იყავი შენ და თან ესე თვალებში უნდა გიყურო და რატო აიცი ძალიან ხარ შეგაწყე თქვენი საზოგადოება ხართ იცი და ძალიან მაგარი წერლები აი რა ვარ უჭირდათ რომ მიაჩნდა პრინციპულაცია და თვითონ მიდიოდა ომში საერთოდ გმირულად და მიდიოდა პირველ სოფლიო ომშიც მეორე სოფლიო ომში ეს არა ქვია ნიკო ბური კაცო ნიკო ბაგრატიონი ეგრე საფრთხეთ აფრიკაში წავიდა ის არა ქვია საუბრად რომ მიაჩნდა ბურების გორძებს შვედიერი წიგნია ხო დაწერილი და ეს ადამიანი ჩახვედი რაღაცა დემონსტრატიულად გაიარგამოერი კიევის ქუჩებში და მე იოლად გინდა რომ ცეცხლი დაანთო ამჯერად პირდაპირ მნიშვნელობით ისე რომ ამის შედეგებზე უბრალოდ ან არიცი ან შტერი ხარ ან ბოროტი ხარ ან ფული გაქვს აღებული იმიტომ რომ მარტო დღევანდელ სიტუაციაში რასაც უყურებთ და რა თვითონზე შეტევა რაც ხდება და 400 დროი და რაღაცა ეს საქართველოს ის კი არ არის ეგზისტენციალური საფრთხე საფრთხეც აღარ არის უბრალოდ გაქრება ქვეყანა ერთი ეგეთი ვითარებით თან როგორ რაღაცას აპარაკო რო კითხო რომ რუსეთი არ უყვართ
და რაღაც ძალიან ისინი არიან, მაგრამ ნამდვილად დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს. მე ვიცი და ვიცი შეციცი რომ გააკეთებს კი არა. რაც აქვს თვითონ უფრო პრორუსულია. რაც აქვს არა. გეუბნება რუსეთი არ დაგესხება. არა, ხო და ნამდვილად სახე. მთელი ევროპა, ვინც მოგწონს თავის ლიდერებიანად, შიშით აღწახებენ რომ ამ უკრაინას რომ მორჩება ჩვენ დაგვესხებიო და ესენი ამბობენ რომ და რაღაცებს ამბობენ და ამაზე პასუხები აქვს. მე ამ ადამიანებს ბევრს ვიცნობ, შენ იცნობ. რომელი მაგრამ დიახ და აბა ჯარი რად გინდა? ეს რო იცი ახლა დებაგუგრა. აბა ჯარი რად გინდა თუ არ ვიბრძოლებთ? აბა რას ლაპარაკ? აბა ტერს დაუწვეთ? იცი რა ბოტა ჯარზე გამახსენდა რა. ჩაგაწვეთ ან იქნებ სამეტე არხზე ან იქნება ერთხელ რაღაცა კვალიფიცურა ვინც კარგად ერკვევა მაშინ რა სანქციები დაგვადო ჩვენ ევროკავშირმა 2008 წლის ომის გამო ჩვენს ჯარს რა სანქციები ადევს რატო ვერ ვზდით ჯარის ოდენობას შეერაღებებზე ეს იქნება ვიღაცამ კარგად ეს არ შუქდება ეხლა ადამიანები რომლებიც დღეს გვეუბნებიან იომეთო 2008 წლის ომის გამო სააკაშვილმა რაც გააკეთა იმის გამო ჩვენ სანქციები გვადევს ეს ვიღაცამ ხომ უნდა გამოიტანოს ისევე როგორც ეხლა ამას კი ვამბობთ ხოლმე მაგრამ სულ უნდა ითქვას მეორე თუ მესამე ქვეყანა ვართ აი ავღანეთში ვინც იბრძოდა თან იბრძოდა რაც იყო ავღანეთში ვინც იყო არა ნატოს წევრები და პირველი ვართ ოდენობით კაცო და ნატოს წევრებზე მეც ვყავდა არა ნატოს წევრები კი არა საერთოდ ვართ მეორე თუ მესამე შტატების შემდეგ და მეტი კი არა ვართ მე დავაჯგუფ ერთხელ და აღარ მახსოვს და 1-15 ქვეყანა მათ შორის ესე ბალტიისპირეთის ქვეყნებზე აღარ გეუბნები 10-15 ქვეყანა ერთად რო არის იმაზე მეტი ჯარისკაცი ყავს გაგზავნილი და მიუხედავად ამას ასე თვალებში გვიყურებენ და ნატოს სტანდარტის არაკმაყოფილებთ. აბა ახლა ნატოს სტანდარტი რა არის? პაჩკაკაბის ჩაცვა ჯარისკაცები რო დადიან ბალეტის იმით. დღევანდელი ნატოს სტანდარტი ხო და არაკმაყოფილებ. და კიდევ აქეთ უნდა იყო ამ ხო და რატო ეს საინტერესოა ეს დისკუსია ეს ბიღების ამბავი ესენი აკლია ადამიანებს და ამიტომ არის სულ გადატანილი ამაში რომ ვინც ამას იცავს ის არის კარგი აი მაგალითად აი არ არის ეს იუმორისტული სიტუაცია ჩავიდა დღიურები არის და ეს ძალიან ნერვიულობდებ და ეხლა ნერვიულობ უკრაინას დღიურებს წერენ და რადიო თავისუფლებაზე იყო და ჩავიდა წერს რომ აი მე ჩავედი უკრაინაში საომბრად ნუ საომბრად ეს გახსოვს ხო პირველი ტალღა რო იყო ესე და ეგონათ რომ ეს ამბავია და არის მოსკოვის აღებას ეგრე ეგონა ჩიმს მომცემენ ფარსადან ჩინს მომცემენ ტემლაკებსაო და ხო და ზოგი რაღაცებს აბსურდეს ვიცმენდი მარტო 2 დღე შეიძლებოდა ომი იქ რაღაც ერთ ფოტო ვიდეოებს იღებდნენ და მე გაქრა ხალიც დაგარგეს იმ ანეკდოტის არ იყოს და ეს წერს რომ დამდვილ ამას გეუბნებით მე აგერა ბუნახეთ და აი გავედიო რძის რიგშიო ბევრ ამას გაიგებო და იქ დააყოლა უკრაინაში ერთ-ერთი საუკეთესო რძის პროდუქტებიაო და რძის ვყიდულობ და ესენი მოვისმინე ხა მეორე დღე ის რო არის არ არის ანეკდოტი სამშაბათი ისევ რძის რიგში ვარ აქ ეს მოვისმინე ესეთ რაღაცას ამობენ და განა დღე 4 შაბათი რძის რიგში ვარ დილა ადრიან ბიჭო ვიღაცამ ადრიანმა დაუწერა ხა მე ვფიქრობდი შენ ბიჭო მაგაჯერ ქვეყანაში რძის სასმელა და ხაჭო საჭოლად ხარ თუ საუბრად მე ჩაბოლაგდნენ ისევ აქ აი ამ ლოგიკით ეს ადამიანები ესე იგი ესე ვთქვათ მოირგეს ეს რო აი ომზე უფლება მოიპოვეს ესე ვთქვათ საუბრის და მე ეს ამბავი მოხდა მე რა იცი და დღესაც ეს გრძელდება მოკლედ მე მგონი უნდა შეჯამებისკენ წავიდე აი დისკუსიის თემა რო ამოვწურო და მე ერთ თემა შემოვაგდე მოკლეს კიდე ძალიან საინტერესოს ეს გარდა იმისა რომ სისახურელებს ამოქოლავს რომ სულ ინფორმაციები არ შემოვიდეს ხო ნეგატიური ინფორმაციები და საინტერესო ანუ ადამიანს დაინტერესებს მე ეს ხო ჩვენ ხო თაობა გვყავს ხო ახალი თაობა იზრდება ხო ეს თაობა საკვებს მისებს სულიერ საკვებს მორალურ საკვებს მისებს პატრიოტიზმი აი როგორ შეიძლება რომ ეწყო ახლა მე ამაზე გადავერთე ახლა და მე ამაზე როგორ შეიძლება რომ მოვეწყოთ აი ძალიან მოკლედ გეტყვი რა შენ ხო უყურებ შეციყავი პირველ რიგზე ვიცი რომ როგორ ცდილობენ მაგრამ ეს იღებს ეს დისკუსია ვინაიდან აი ადამიანები შერჩევას არის ან კომიკურ საკითხს სახეს იღებს შეციყავი ბოლო გიყურეთ ანდა ეხლა ნუ ეს თუ ერთხელ შეიძლება ამას უყურო რომ ნახო როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი როგორ არ უნდა მომის მაგრამ ყოველდღე ეხლა ამას არ არის ყოველდღე ასეთის ტერმა რაღაცა უყურო ზოგჯერ ასეთ უნდა გავურო რომ აჩვენო ამის სახე დანარჩენი ხო მაგრამ დისკუსია სერიოზული საკითხი რო გადაწყვეს გინდა რომ გაგრძელდეს ახლა შენ დაждე მასთან ერთად და სერიოზულად იმჟე რომ არა მას არ ეს არის ისეთი დისკუსია როდესაც შენ მეტყვი რომ არა ესე არ არის მაგრამ სულ სხვა რამეს ნახე
ზოგჯერ ესეთი ტიპი უნდა გაურიო. კი ბატონო, გაურიეთ, მაგრამ სადღაც წავიკითხე რომ რაღაც ცრუ ეპისკოპოსზე ეწერა რომ ეს მასაც მოაქვს არგი როგორი არ უნდა იყოს ეპისკოპოსი. კავი ეს ერთხელ. ხო, ასე ხო, იშვიათად შეიძლება ასეთ გაურიო. დანარჩენ ჯერ უნდა მოხდეს თემების დაჯერს უნდა რამდენიმე ჭკვიანიკას და რა თემები გვინდა დღეს რა არის მე შეიძლება დაემატოს ვიღაც მოვაგდეს რაღაც ხო უნდა იქ გაკეთდეს кейსი თემების უნდა გაკეთდეს ჩამონათვალი ადამიანების რა გამიგე ეგეთი საერთოდ ეგეთი მარტო იშვიათად თუ გამოურევ აჰა ასეთ ამის ალტერნატივა აღარ ხარ თუ აჩვენებ როგორ არ უნდა იყოს საერთოდ ქართველი ხო დანარჩენი ის დისკუსია პირდაპირ მე და შენ შორის უნდა მიდიოდეს. ხო, მაგრამ ნახე. ყველაფერზე ერთად. ხო და რა გერა, ბევრ რამეს არ ვფიქრობ, მაგრამ ნახე რა უშლის ამას დისკუსიას, როცა გვერდზე ადამიანი, ნახე ამას რომ ну ეს სიმბოლურად კი არ რომ პირდაპირ ვიშოვდა საჭმელში უნდა ჩავაფრთხო და ქვევში უნდა ჩავაფსავ და ადამიანი უნდა დავწავ და მე და თან მსგავსად ეხა მე და შენ ვზივართ ეს ისე მოქმედებს რომ ეხლა მე ვფიქრობ რომ მე რაღაცა ჯონდისთან იქ რაღაცა ის არის რაღაცოს ისე არ მოხდეს რომ ეხლა ამან კვალიფიციური თემებზე დისკუსია კვალიფიციური ადამიანების მიერ შემოთავაზებული სახელმწიფო მნიშვნელოვან თემებზე რომელიც უფრო საინტერესოა მისი ერთ-ერთი ფუნქცია რომ ეს თემები გადაიფაროს. აბა ხვრელის ამოქოლვას მე უნდა გადაიფაროს. თუ არ დაიფარა, ეხლა სიცარიელია. ხელისუფლებაც უნდა ჩაება დისკუსიაში. სულ კი არა, აუცილებელია. თუ ვიღაც თუ თქვა შეიძლება ხო ძალიან ბევრი ადამიანი არის, ჭკვიანი კაცია, პოლიტიკური რაღაც, მაგრამ ორატორი არ არის. კაცო, რაღაცა ჯგუფის დელეგირებული სხვადასხვა თემაზე. შეიძლება რაღაც თემაზე შენ და ხელისუფლების აზრი ემთხვე, შენ გთხოვ, მოდი შენ წარმოადგინე ეს თემა. სხვა თემაზე შენ შეიძლება ხელისუფლებას საწინააღმდეგო დისკუსიაში შედიოდე, ხო? ეს ერთი საკითხი, რომელმაც რითაც ჩვენ ამ მოდი ეს პირობები და ქართულ საინფორმაციო ველში არ უნდა შემოუშვათ მტრული ვირუსი, ხო? და მეორე, ძალიან მარტო ვართ. სახელმწიფო ყველას რაღაცა პატრონი ყავს. აგერ აზერბაიჯანმა მასთან რა ქვია თურქეთი და მოძმე და რაღაცა ლახა. ყველას ვიღაცა ყავს და ჩვენ ახლა ის სტრატეგიულ პარტნიორებად რო ყავდა 30 წელია, ესენი გვესვენეთ ტყვიას. ესენი გვესვია, ნუ ამერიკელებმა ხელი დაებან, საერთოდ არ მოქმედებენ, არც იქეთ მოქმედებენ, რა კაია კი იმათ ყალის მაინც რო არ არის. BBC-მ გაზი გამოუშვა. ხო, BBC-მ გაზი გამოუშვა, ხო და ასეც არ შეიძლება, იცი რა, ჩვენ უნდა ვეზებოთ ჩვენი პარტნიორები. სიტუაციური პარტნიორების უნდა ვეზებოთ და პარტნიორები რომელთან ერთადაც ჩვენ უფრო კოორდინაციაში უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს. მარტო ასე ყოფნა გაგრძელება არ შეიძლება და ამ ბრბოს შიშით რაღაცებზე არ ლაპარაკი, ესეც მიმაჩნია რომ არ შეიძლება. კი ბატონო, მე გეტყვი მაგ ნაწილში ერთი თემა არის, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც გონია ამ დისკუსიის საგანია, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ბევრს საუბრობთ იმაზე, ზოგადად რომ პოლიტიკური სუვერენიტეტის საკითხი და როგორ უნდა გავხდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ფუნდამენტური თემა რაც არის ახლა და რაზეც არ მიდის საუბარი, ესე რომ შევხედოთ, არის ის, რომ ეკონომიკური სუვერენიტეტის ნაწილი. ანუ ეკონომიკური სუვერენიტეტის გარეშე უბრალოდ ფარსია საუბარი პოლიტიკურ სუვერენიტეტზე. ანუ არ შეუძლებელია რომ შენ სუვერენული გახდე რაღაცა ტიპის სადავეები თუ არ გიპყრია ხელთ ეკონომიკის მართვის. მაგიტო გვებზია. ხო, და ჩვენ სადავების წართვა უნდა, რაც პერსპექტივა გვაქვს, ეს უნდა ხო და ჩვენ აი ამ ნაწილში სერიოზული პრობლემები გვაქვს, რომელიც გადასაჭრელია. აი ხა მაგალითად რო ავიღოთ, ხო? ესე იგი თქვათ თუ თქვათ პოლიტიკურ ნაწილში სერიოზულად შემოიტანეს ხოლმე ადრე რო კარგი რეიტინგები ქონდა მაგალითად რა რაღაცა ადამიანის უფლებებით და მედიის თავისუფლება გაქვს და რაღაცები და რაღაც რეიტინგებს გიდებდნენ ხო უცე პოლიტიკურად დაჭირდა და შემოგიცვალეს ეს ყველაფერი ხო და გითხრეს რომ არა არც ერთი აი ადამიანის უფლებების სადღაც იმის დაბლახარ ვიდრე მიშას დროს იყავი საწამლავი გაზი მედიის თავისუფლება რაღაცები ყველაფერი ასე შემდეგ და ჩვენ ძალიან დიდ ფსონებს ვდებთ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აი ამ ეკონომიკურ მდგენელებზე რა ფიჩის რეიტინგი doing business-ი და რაღაც ასე შემდეგ ესმის ამასაც ისე მარტივად შემოგვიტრიალებენ როგორც კი დაჭირდებათ ძალიან ჭკვიანი კაცი რომ აი ამაზე დაყრდნობა არის სერიოზული პრობლემა რატო ვეყნობთ ამას და ეს ამ მე ეს გამაღიზიანებელია ამ რეიტინგებს დებენ და კაცმა მაცივარი გამოაღო და არა აქ რა საჭმელი რა და არა და რეალურად ეხა ის არაბული ინვესტიციასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სამი თემა რა რომელზეც მსჯელობა უნდა მიდიოდეს ეს არის პირველი ეს არის ზოგადად პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და ზოგადად საინვესტიციო პოლიტიკა გვაქვს ანუ ვერ ვნახავ ესეთ დოკუმენტს სადაც წერია როგორი საინვესტიციო პოლიტიკა გვაქვს
რა ინვესტიცია მოსულა და რა არ მოსულა. მაგალითად ვერ ნახავ ესეთ რაღაცას, იმიტომ რომ არ ვიცით. იმ free market-ში არ ხდება ამის განსხვავება. ისმის, ანუ ყველა ინვესტიცია მოსულა. და არადა რეალურად თუ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას გაყვები, იქ აღმოაჩენ რომ ყველა ინვესტიცია არ მოსულა. რაღაცა ინვესტიცია მოსულა და რაღაცა არ მოსულა. ეს ერთი თემა, მეორე სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ კარგი რამეა, კარგად განვითარებული, მაგრამ ამასთან ერთად საკმაოდ დიდი რისკები აქვს და ეს 2008 წლის კრიზისმა კარგად აჩვენა. აი აქ რა გვაქვს, რა ბალიშები გვაქვს. როგორ სამშენებლო ბიზნესში სუსტადაც არ გვაქვს ეს ბალიში. ხო, ეგ თემა და მესამე თემა მაგალითად იგივე დასაქმების საკითხი, შრომის ბაზარი, სადაც მაგალითად სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ დიდია უკვე წვლილი უცხოეთიდან იაფიანი მუშახელის შემოყვანის. მოდი მაქედან ხო მაქედან გიდოდა მეთქო ხო. ის თემები მე მგონია რომ ამ მნიშვნელოვანი თემებიდან ხშირად ხდება მიზანმიმართულად ის არა ყურადღების სხვა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე გადატანა. აი ხლა რა თემები ჩამოთვალე. მაგ თემაზე დისკუსიას ყველა თემაზე ხელისუფლება წააგებს. არ ვიცი შეიძლება არ წააგოს, შეიძლება აქვს პასუხი, კაცო. ახლა მე ახლა დარწმუნებული ვარ წააგოს, ხო შეიძლება მართლა არ წააგოს, ხო რაღაცაზე შეიძლება რაღაცა პასუხები გაქცეს. შრომის ბაზარზე. სუფრაზე ვიყავი დაპატიმრებული. ცუდად შემოვიქეცი, იმიტომ რომ ეხა ისეთ თემა შემოვაქცე, რომ მეგონი ვეღარ დავამთავრე. არა, აუტი უნდა ითქვას. ტაქსი გამოვიძახე, სუფრაზე მივდიოდი. მოვიდა ყირგიზი. არც რუსული იცოდა, არც ინგლისური იცოდა, ქართულიც არ იცოდა. და კაი წამიყვანა, ვერცლებს გავაგებინე რაღაცა ადგილს რო ურეკავ. და უკან წამოსვით მოვიდა ყაზახი. პრადვინუტია რუსულად ლაპარაკობდა რა ყაზახები ხო ამ ხრივ ხო. ხო და ეს ახლა რომ ესე იგი ერთ დღეს რო ესე იგი მასიურად არის შემოსული ხო? ჯერ ეს ყირგიზი როგორ ახერხებს ახლა ქართული არის რუსული არის ყირგიზური თუ იცის ეგეც არ ეს ვიფიქრე ალბათ ეგეც არის ოდნავად როგორ ახერხებს რომ ტაგზე ზის და აი გამოსახება და ამა ხო ქართველის ადგილი დაიკავა პაკისტანელი რო დარბის და ინდოელი და გადასარევი ხალხია კი ბატონო არავითარი ის არ გვაქვს მაგრამ შრომით ბაზარზე ნებისმიერი ემიგრანტი ქართველის ადგილს ხო იკავებს ამიტომ ემიგრაციის კონტროლი ხო უნდა იყოს მან თქო თავად შორის ახლა რატო იქნებოდა საერთო დისკუსია და გახსნა რაც უნდა იმიტომ რომ ამის ახლა ყველაფერს ხო ვერადავენ ამისე ვისმენდი რომ 1 მარტისთვის ესე იგი სამუშაოს უფლების გარეშე ვეღარ იმუშავებენ 1 მარტი აი სულ გუშინ წინ ვისმენდი თუ კითხულობდი ჩვენო მანქანაში ვისმენდი რადიოში საჭკვიანურია ხო 1 მარტიდან სტუდენტია და ვეღარ იმუშავებს სამუშაო ნებართვის გარეშე მე ცოტა მართვის მოწმობები ესე აღარ გაიცემა და ესე ვთქვათ ვეღარ ივლიან და ეს კონტროლი და 1004 წელიწადშიო მიგრანტების პრობლემა არალეგალური მიგრანტების პრობლემა და არალეგალურ შრომით ბაზარზე ლეგალურებში უფრო მეტ პრობლემას ხედავ მაგრამ ნუ არალეგალურის პრობლემა გეთახმებით ნუ მოკლედ არა მაგრამ თუ თემა არის თვითონ აი ესე ვთქვათ მაშინ გავაგრძელებ რა ნამდვილ ჩამონათვალს გავაკეთებ რა აი არაბული ინვესტიციაში ხო მეც ხედავ აქ პრობლემას არაბულ ინვესტიციაში კი არ ვხედავ ემიგრაციაში ვხედავ პრობლემას და არა ინვესტიციაში ეს თემა არ შეიძლება გაიყოს ინვესტიცია გვინდა ხო პრობლემა რაში მდგომარეობს ხა ნებისმიერ ხომ ის გვისმეს პრობლემას ხედავს მსმენელი უცხოელის ჩამოსახლებაში და არა ინვესტიციაში ხო მართალია რა ვერ გაიგებ ბოლომდე ესეთია მე მოიცადე ეს უარ აშენდეს უცხოელს ისედაც ხო აქ ბინის ხიდის უფლება ამას ხო არ უგზავნავთ მაგრამ ბინადრობის ანახე აი მან მიდივა ბინადრობის უფლების მიღების საფუძველი არ შეიძლება ხდებოდეს $100,000 გადახდა ჩემთან უბანში გარაჟი ღირს ავტოფარეხი $35,000 ორი ავტოფარეხი ეს არ არის ინვესტიცია ჩემო კარგო ეს უნდა გაიზარდოს ანუ რეგულაციები რომლებიც არსებობს მაგალითად $300,000 არ არის ინვესტიცია დღეს მე სხვა რამეს გეკითხები არაბია აშენებს თუ პორტუგალიელი რამიშულობა გვიხედის მაგას გელაპარაკ არაბების ჩამოსვლას ვარ ნიშნავს ის რა არაბული ნიშნით ხوار გაყიდის არა მე ვთქვი რომ არაბული ინვესტიცია არა ჯერტი ან არის არაბული ან არა მაგას ბატონო რა საიდან თუ გინდა აფრიკული არა მე პირველი ეს კითხვა ვფიქრობ რომ რა შუაში არაბული ისა ინვესტიციასთან ეგრე შეიძლება ვიყიდონ ხო აი არმასა და მაგის თქვა ანუ გამი ჩვენ ბინადრობის და მოქალაქეობის უფლების ან ჩამოსახლების უფლება შევზღუდოთ. აქ დავაწესოთ რეგულაციები და გავხადოთ გამჭირვა ოთახზე რომ ვამბობდი რომ ოთახში შუქი ავანთოთ ამ ოთახში.
აღარ იქნება ეს შიშები. რა თქმა უნდა. მაგალითად, აი საჯარო რეესტრმა გამოაქვეყნეს ცალკე საიტი შეიქმნას, გამოაქვეყნეს რამდენმა მიიღო ბინადრობის უფლება. ბოლო წლების განმავლობაში. არ თვეში ერთხელ ეს განაახლოს რა. არ მიიღო ატვირთოს და როგორი ტიპის უფლება მიიღო ყველაფერი ეწეროს. ან რამდენი ბინა დეველოპერებსაც რა უნდა გამჭვირვალობის კანონი ხომ მივიღეთ. ისეთივე გამჭვირვალობის კანონი დეველოპერებს გამოაქვეყნოს დეველოპერმა რამდენ უცხოელზე გაყიდა ბინა. და ეს თუ გაიზრდება, მაგრამ თუ 300,000-ის ინვესტიცია არ არის. 3 მილიონამდე ინვესტიცია გაიზარდოს, 1,5 მილიონი მე ახლა ამ ციფრებს ვამბობ, მაგრამ დისკუსიის ამბავია ხო? 1,5 მილიონამდე თქვა ბინის ყიდვის რაღაცა ფართობის უძრავი ქონების შესყიდვის გაიზარდოს. თუ რეგულაციებს დავაწესებ, თუ როგორ გიხარ, ისე ფიგურალურად ვთქვა, თუ კი ამ საკითხში შუქს ავანთებთ საიკომერციული საიდუმლოებაო ჯერ თქვენს და მერე თქვენს ინვესტიციებზე რა 2 კვირის მერე დაიწყეს გამარტებების გაკეთება. ჯერ შუქი ავანთოთ, ჩემო კარგო, დავანახოთ ხალხს ბოდიშესით გამო სადაბანაობთ. რას ვაპირებთ? იქნება მართლა ღალას ვაპირებთ და იქნება არ ვაპირებთ, ღალა პირი კარგას ვაკეთებ, ხო? მოკლედ ჩვენი პრობლემა არის დემოგრაფიული პრობლემა, რეალურად, ანუ არ ვართ ზდადიერი, ჩვენ პირიქით ვართ, რა, ანუ კლების ამბავი გვაქვს სტატისტიკურად, ესე ვთქვა და შესაბამისად ამის ჩვენება არის, როგორ ვაკეთებთ იმას, რომ ჩვენ ვიარსებოთ და როგორ არ შეექმნას ეს პრობლემა. თორე ხა იქ ვინ იყიდის, ანუ ქართული კომპანია რო აშენებს, იქ ვერ იყიდის ვინმე თუ როგორ იქნება და ასე შემდეგ. უცხოელის ყიდვაც, აი მე დეველოპერებთან მქონდა ლაპარაკი რა და მეუბნებოდა რომ პრობლემა შემექნება, იმიტომ გათვლილი აქვს მას +25% არის ყიდველი, ხა სტატისტიკაა ასეთი. 25% არის ყიდველი უცხოელი. ჩვენთვის ესეც პრობლემაა, ხო? ხო და თუ ჩვენ ავტომატურად ან ბინადრობის უფლებაც არ გადავაქცევთ, ამ ქონება იყიდოს მოდა მე არ მაქვს პრობლემა. და რა უყოს მაშინ ახლა ეს. არა, მე მეორე ჩვენ თუ არც გამრავლება გვინდა, მაგრამ ეს ბინები, აბა ეს ბინები მე რასაც უყურებ რომ შენდება, მე არა ვარ ამ სპეციალისტი. ეს თუ მარტო ადგილობრივზე გავთვალოთ, თითოს მოუწევს 10 ბინა უკვე. აბა თუ ბინადრობის უფლებას არ ვიცავ, არც არავინ არ იყიდის და ეს ბიზნესი მოკვდება. გამარტავ რა. ბინას, საცხოვრებელ ბინას ეხლა რომ 150,000 ავიდა, მაგრამ 1,5 მილიონიან როცა იქნება, თუ კაცი იყიდის 1,5 მილიონს, ეს თუ ბიუჯეტში შემოვა, ამ ხელა თანხა, იქიდან დაიბეგრება, ხო ბიუჯეტი პიტლიანად არ შემოვა. 1,5 მილიონი არ იყიდის ახლა თბილისში, მაგრამ ამაც არა 1,5 მილიონი შეიძლება რაღაცა კომპლექსი იყიდეს. ეს ახლა ნუ უყურეთ 9 მილიონი ღირს ვაკეში 100 კვადრატი. და ათირავე, იმიტომ ღირს რომ ბინა არა, ნახე. ეხლა ჩვენ სხვა დისკუსია. იმიტომ ღირს ახლა მე იმიტომ რომ რაღაცა იმიტომ ღირს რომ ბინადრობის უფლებით მოდის ალბათ ის. ახლა მე გეტყვი ახლა ბათუმში ახლა კორპუსში მაგალითად, ნუ ახლა რაღაცის გამო თითქოს ნახევარი კორპუსი ახლა მიჭირს ახლა თქმა, არიან უკრაინელები, წამოვიდნენ ეს ბინები. ბინადრობის უფლებას მისთვის უძრავ ქონებას ძირითადად ყიდულობს ადამიანი, რომელსაც პრობლემა აქვს სამართალდამცავებთან თავის ქვეყანაში. რამდენი ნარკომოვაჭრე დაიჭირა 10-დან 9 იყო უცხო ქვეყნიდან, ახლა არ დავასახელებ. ხო და არ უნდა მე არ ვიცი, არ უნდა მივყიდოთ? არ მივყიდო, მაგრამ ბინადრობის უფლებას. აბა რა თუნდა ეს ბინა? ნუ აკავშირ გააქირო, ჩამოვა იცხოვრეს და ის 3 თვის აქვს ჩამოსული. ხო, რაღაცა ეგეთი უნდა იყოს. ხო, 3 თვის არა აქვს, სავიზო რეჟიმი ისეთი გვაქვს მაგ ქვეყნებთან, რომ 3 თვის ჩამოსვლა შეუძლია. აი მე თურქეთში დამჭირდა, თურქეთი 80 მილიონიანი ქვეყანაა. თურქეთში დამჭირდა ბინადრობის უფლება. ძალიან რთული მისაღები იყო. ყველა საბუთი მქონდა კლინიკიდან და აქ ძალიან ახლა გავისარგებელი შემთხვევით და თურქეთის კონსულმა და საელჩომ იქ ჩვენმა ელჩმა, მაგრამ აქაურებმა ძალიან დამეხმარა. უბრალოდ მე არც მithოვია შემთხვევით და მithეს რომ ხარ ჭირდა მithე რა ვიცი ამას ვაკი და წერილი გააგზავნეს და იქამდე მივიდა რომ მივიდა ჩემი საქმე რიგამდე რიგში დამინახეს ეთყობა ამ სახეზეს და გამოურიგოთ შემიყვანეს ყველა და გამიკეთეს და ძალიან ესე ღირსეულად მომიქცეს და ამას ძალიან ვაფასე, მაგრამ ძალიან რთული იყო ამის გაკეთება. 80 მილიონიან ქვეყანაში და მე ახლა 6 თვე ვიცხოვრე იქ, ხო? და ხედ მე ხშირად მიწევს ჩასვლა და ეს ის პერიოდი იყო, როცა სირიიდან არაბი ლტოლები მიიღეს. ის ერთმორწმუნეერი არა. ისი რა გაღიზიანება იყო არაბების მიმართ? თურქულ საზოგადოებთან, აი სტამბულში ძალიან სხვა საზოგადოებაა. სტამბული, იზმირი და ანკარა, ნუ აი ევროპული ქვეყნები არიან რა. ძალიან ისეთი გაღიზიანება იყო ჩვენს მიმართ და ქართველებს კარგად ხვდებიან პირიქით, მაგრამ ესენი ეს ტოლვილები იქაც გამაღიზიანებელი იყო და იქაც 80 მილიონიანი თურქი რა, ახლა 3 და 4 ცოლი მოყავს და 10 და 12 შვილი შეუძლია გააჩინოს, ისიც პრობლემას ხედავს ემიგრაციაში, ჩვენ ახლა ტოლერანტობა ასეთი სამედიცინო ტერმინი. და ჩვენ გვასწავლიდნენ ტოლერანტობას და
განმარტება რო წავიკიდე რა ყოფილა რომ ორგანიზმი კარგავს უნარს უცხო ორგანიზმის ამოცნობის. ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ უცხო ორგანიზმის ამოცნობის უნარი არ უნდა დავკარგოთ. ეს უნარი უნდა გქონდეს, მაგრამ ინვესტიციას არ უნდა დავკარგოთ. ამიტომ თუ კი ჩვენ გავიმოერე მომეწონათ ოთახში შუქს ავანთებ და ჩემთვის შიშები არ მექნება ამ სიბნელისგან, იმიტომ მე არ ვიცი რამდენი ჩასმისახდა, ხო? იქნება ეს ღია და გამჭვირვალე და თან თუ იქნება შეზღუდული ჩამოსახლების უფლება, ხო, მაშინ მე ინვესტიციაზე ისეთი ნოყიერი ნიადაგი არ იქნება, ვიღაც იდიოტი. 5 კაცი რო ვერ მოაგროვა იმაზე რა ქვია, მიტინგზე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. მე ამისგან რაღაცა თემას და პანიკას ვერ შემიქმნის. კი ბატონო. მოკლედ ოპტიმისტური მოკლე სიტყვა და დავამთავროთ. მე მგონი წინა გადაცემასაც დავამთავრე და უბრალოდ ძალიან კარგი პოლიტიკური გარემო შეიქმნა ჩვენთვის. დაძაბული, გვებძვიან საწამლო რაღაცებს გვაბრალები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკური და ეკონომიკური რეალური სუვერენიტეტი მოვიპოვოთ და ამას ჭირდება ხალხის და ხელისუფლების კონსოლიდაცია და რა ვქნა მე ბევრჯერ გავიმეორე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ უცხო ორგანიზმის შემოშვება ამ ჩვენს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სულიერ სივრცეში. ეს ჩვენ უნდა იყოს, ჩვენ ამ ველის შიგნით შეიძლება ერთმანეთი სულ სიტუაციას ვარ დავჭამოთ, ვიდაოთ ამ საკითხებზე სხვადასხვა საკითხებზე. მოდი ვიდაოთ თქვა, բայց და დავჭამოთ. ხო, ცუდი სიტყვა თქვი ხო, უბრალოდ ხო, კონტრასტისთვის იმას. ხო, ვიკამათოთ რამდენიც გინდა ამ თემებზე, მაგრამ უცხო ორგანიზმის შემოშვება არ უნდა დაუშვათ და წინ უნდა ვიარო და პარტნიორი კიდე ეს პარტნიორი გჭირდება. კიდე სხვა ჩვენ არის სახელმწიფოები. შეიძლება ები. პარტნიორები. სახელმწიფოები თქო, იმიტომ მას თქვი, პარტნიორები გჭირდება, ხო? სახელმწიფოები არიან, რომლებიც დაინტერესებული არიან აქ სტაბილურობით. საერთოდ რეგიონალური სტაბილურობით. მათი სტაბილურობად, მათი ეკონომიკაც ამ სტაბილურობაზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს გლობალური ოლიგარქია თუ გლობალური ომის პარტია იმათაც ებრძვის. აქ იმიტომ უნდა ფეხის ჩამოდგმა, რომ ის რაღაცა გზებზე კონტროლები დაუჭიროს. ჩინეთში ერთქვაზე რა წერია, ხო? ჩინეთს გულისხმობ და ინდოეთს გულისხმობ პირველად. ჩინეთში რუსთაველი უნდა ჩინეთში ერთქვაზე ეს მართალი სერიაო, ვინ მოყვარეს არესდებს, იგი თავის ამტერია. ჩინეთში წერია ერთქვაზე რუსთაველი და მოსოფლოსში, ხო და ხო. ხო, უნდა ვეძებოთ. მადლობა მეგობრებო ამ განხილვისთვის და მოგეთ ამ დისკუსიას ოპტიმისტური ვფიქრობ დისკუსია რადგან თქვა და ვფიქრობ ცადოთ დისკუსია აქ ჩვენა. შეგვიძლია. კი. ხო, ცადოთ. მადლობა სტუმრობისთვის და განხილვისთვის და დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, კარგად გრძანდებოდეთ, შევხვდებით ერთმანეთს უკან შემდგომ პოდკასტში.